ახლა აბრაგანი იცი რა არის მართლა არა აბრაგანი არის ბურთს რა აკიდებს ემოციას პანენკა გავიგე გუშინ რა იყო შეჩემა პანენკა არა თამაში რო იწყება რაგბი აი საჯირო დააკიდო რა ბურთი რა და ფეხი უნდა დაარტყა რა ავი ხო და მაგაზე პანენკა ვაფშე მეგონა ეს მაღაზია პანენკა არა უშავს შეჩემა თუ არის აბრაგანი ასწი გავიგე ეს ვაფშე ფეხბურთელი ყოფილა და იმის საპატიოსაც ემოთ აი ზარტყმას დაერქვა პანენკა რა და ხმელი ფოთოლი რატო არ დაარეგისტრირეს მე ვუტყავდი ხოლმე ბავშვობაში ხმელ ფოთოლს არ ვიცი ხმელი ფოთოლი ეს მიდის ზად ვარ თქო ტრაექტორიას ისვის ფოთოლი აი მახარ ზად ვარ ართული დასატყვენი მე გას სალამით ძმდებო მოგესალმებათ ისევ და ისევ ფუ პოდკასტი გარეგასვლის შემდეგ უკვე შიგნით დღევანდელი ჩვენი სტუმარია ირაკლი აფციაური რომელიც გახლავთ საქართველოს რეგბის ფედერაციის მარკეტინგის მენეჯერი მოგესალმებით ეს კალამ დღეს ახლა უცებ სანამ სტუმართან გადავალ კალამ დღეს ჩაიცვა სპეციალურად ფორმა გამოგიგზავნა ადლო მარკეტინგს მინდა გადმოგცეთ პირადად რომ გამოგიგზავნეს ფორმები და დამასწრო ახლა მთელი გადაცემა შეიძლება ილაპარაკოს იმაზე რომ ფორმა რატო არ გაცვია და ამიტომ წინასწარ გამზადებთ რომ იცოდეთ რომ არა და ესეთი მაისური მახარასთვისაც იყო რა აბსოლუტურად შავიც მაქვს თეთრიც მაქვს კალას მარტო თეთრი აქვს მე შავიც მაქვს ხვდები უბრალოდ კალას გასაერცხი ხონდა ყველაფერი და ეს ჩაიცვა მაგიტო ანუ მიზეზი რომ იცოდეთ არ გიგონოთ რომ რამე დაუმთხვია და ფერიფერს და მადლი ღმერთსა არა თუ ჩალაგებული ქონდა ბარგი უკვე ბარგი ჩალაგებული მაქვს დღეს მივფრინავ და მაკდონალდსის ნასკები რატო გაცვია შევიდო აი მეგობრებო რავი რაც მომყვანს რა მაკდონალდსის ნასკები ნასკი რა გეცვა ხომშტალობა არა არა ეს წამი აქ სხვა რაღაცაა ვაფშე რატო ეტენები ვინც ჩვენ და თავად ახლა მე და შენ შორის მაკდონალდს ეტენება მე არ ვეტენებ კოკაკოლა და მაქს ასტავს არა მაკდონალდს ასუხებს ვიცი მე სექტემბერში იმას ვიზამ დავიკლებ ოუეჭველი თუ ფიქრობ რომ საფეხბურთო ამბების სხვებზე უკეთ გახსოვს ახალიც და ძველიც უმნიშვნელო ტრანსფერებიც კი და გინდა რომ მაგიდის დერბის მონაწილეთა შორის მოხვდე მოემზადე წინა სეზონის მსგავსად მოთამაშეების შერჩევას ვიწყებთ ამჯერად უკვე 4 ქალაქში თელავში ქუთაისში ბათუმსა და თბილისში შეავსე სარეგისტრაციო ფორმა გაიარე შესარჩევი ეტაპი და ითამაშე მაგიდის დერბის მეოთხე სეზონი ცეცები სპეციალურად ქონდა ჩართული იმიტომ რომ აღნიშნავთ ქართული YouTube ლიგის მოგებას ლოთებს და შპოთებს რომ მოუგეს ძალიან გამიხარდა მართლა კარგი აქედანაც არ იყვნენ ძალიან სპორტსმენი ბიჭები იმიტომ რომ გუნდის შეკარებში იდგა და ცოტა მახარდა დასაწყისის მერე სტუმართან აი როგორ ხარ მაინც რო კითხო როგორ არ იქნება ცუდი კარგად არის მაშინ აღარ კითხო მე მეგონა ანუ აი ცუდად არა ხო ვილაპარაკეთ სანამ დაიწყო ცუდად არა ცუდად თუ ხას წყალი რაც პრობლემა არ არის რა კაია პირველ პოდკასტში ვიყავიო გადაცემაში რა გადაცემაში აბრაგანში პოდკასტი იყო YouTube-ზე გადის ბოდიში გონი გადის რაგბზეა ხო კონკრეტულად ხო რაგბზე იყო რა ისეთი სახელი აქვს რომ გამოიწვია მაგიტო ხო მახარამ მითხრა თავიდანვე რომ აბრაგანი რო უთხარი მიხვდა მაგრამ რაგბზე იყო ხო აზარია მაგ ერთ-ერთი პოდკასტი არსებობს ქვეყანაში ვინდა ეს ჩავძინო ეს არის პოდკასტი სხვა დანარჩენი არის კოპი აი ხა რომ ჩაჩილაოსი ხედავ სადგამები შევცვალეთ მეგობრებო და ეს სადგამები არის იმაზე მაღალი ვიდრე იყო წინაშე ესე აბა ლუკი არა და მაგრა აქებდა რომ მაგარი აბა რა სახეზე გვეფარებ ნუ პრინციპი შენ სახეს თუ ეფარება ცუდი არ არის მაგრამ მაინც ხო არ ვიცი აი ბოდიში რა ხახმა ჩემი სახე იცი და ახლა ხოლმე ერთი არ ჩაიწიო ძალიან ცოტა ზემოთ იყავი და რაღაცას ვიღე კარგი როგორ ემზადებით აბა ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოდის კი ივლისში 5-ში ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია მესხზე გვაქვს ხო ირლანდიის ნაკრებთან კი და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია რა პირველად ხვდებით მით უმეტეს საქართველოში ირლანდიის ნაკრებს რეიტინგში მესამე ადგილზე არიან მე მგონი და უბრალოდ ერთი პრობლემა რომ ბევრი ტრამვებია გუნდში რა ახლა რაგბი როგორ გინდა აბა ახლა ტრამვიანი სპორტი ბიძი როგორ არის იცი ხო გინდა და ბიძი შესულიყავი ახლა ჭიდაობაზე შესულიყავი ვაფშე ტრამა არაფერი არ შეურგეთ მოიგეთ და წამყვანი მოთამაშეები გვაკლია რამოდენიმე მაგრამ მაინც არა ვინ იმათ ბევრი აკლიათ იმიტომ რომ ბრიტანულ ომები იკრიბებიან და 15 მოთამაშე იქნება იქ როგორც ვიცი სასტარტო მოთამაშეები რა ბოდიში და მე ვამიხსნე და როგორ მეტნი იქნებიან ბიჭო ანუ ხალხი გჭირდება ხალხი კი გჭირდება რაგბის ამდენი კაცი თამაშობს מחარ ტრიბუნაზე გჭირდება ხა არა მოედანზე ამდენი კაცია მინიმუმ 11-ზე მეტი არის რა აი არა ორივე გუნდიდან ამდენია
არა, თუ გამოვიცნობ ერთიდან რამდენია, მე ხა ორზე როგორმე გავამრავი. გეტყვი 2 წუთი. 7-8 რა. ხო, 7 კაცაც არის და 7-ნი არიან. ჩვენთან ხიგია. თქვენ რამდენი ხართ? თქვენ, ანუ ზოგადად რაგბის რამდენი თამაშობთ, ჩვენ რამდენი ვიქნებით თამაშობთ? ჩვენ 15. ახლა აბა 2 გუნდში გამოთვალე. 15-ზე არის? ო. ნუ პრაქტიკულად ნინიაშვილი რა ნომერი იყო? რა ნომერია ნინი რომ მოვიდა აქ? არა, ზოგს არ ვიცნობთ. აი გუნდი პრაქტიკაცი ხა. ფრთებზე ვინც არიან, იმათან კაი ურთიერთობა არ გვაქვს. შორს არ. აგიტო არის. ხო არ დავლაგდით ჩი, რაღაცა სუფრა მოვარტყათ. ფუდიშიც მოსესია. ვა, არ უპასუხე? კაც ვეღაპარაგები. ოკეი. ხო და ესე იგი ტრამილებული მყავს, მაგრამ ირლანდიასაც ყავს. ტრამილებული არიან კი. რატო არა? აი, ირლანდიასთან გვითამაშია აქამდე, ანუ კი. იშვიათად რატო ხდება ხოლმე ეგეთ დიდ გუნდებთან მატჩები? არ ვიცი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეგეთ გუნდებთან თამაში რა. იმიტომ რომ გაზრდის. ხო, რა გაზრდის. ეხლა რაგბი ევროპას რო თამაშობთ, მე რამდენად მოვიგეთ უკვე სანამ მე ვიქნებოდი ნაკრებში 15 ჯერ ქონდათ უკვე მოგებული. და უკვე ჩემთან ერთადაც მეორედ მოვიგეთ და ძალიან ბევრჯერ გვაქვს მოგებული უკვე და განვითარებისთვის ვეღარ ვითარდები რა. ძალიან მარტივად ხო. და მაგიტომ კარგია ეხა ეს ტესტ მატჩები სამხრეთ აფრიკასთანაც გვაქვს. ხო, მე უკვე. ჩიფსთანაც გვაქვს. და ეს ირლანდიასთან უმნიშვნელოვანესი თამაშია, იმიტომ რომ თან საქართველოში თამაშობთ. და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. მაყურებელი აუცილებლად 21 საათზე არის. შენ არ მოდიხარ, შეჩემათა, მე იქა ვარ. ერთხელ დაგპატიჟეს და წახვედი. გავიგე მე ბიჭო. დამპატიჟდა არ მოვედი? ხო, 5-ში წავიდე. აი თქვენ თამაშზე არ დამპატიჟდა არ მოვედი. რა თამაშზე? ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდათ. ამ ლიგაზე? ბაიკო რაღაც. დაგორავდა რენჯი. რა დაგორავდნენ მოიგეს ბიჭებმა? გავიგორავდით. მოუგო ფეხბურთში ყაზახეთს, იტალიას და აზერბაიჯანს ეს 4 ხო, იტალიას რომ მოუგებ უკვე ბიჭო, ეს იტალიელები ეს ვაფშე სხვა ხალხი, იუთუბერები, საერთოდ სხვა ხალხია, გაზულუქებული რაღაცა პიცა ჭამია ვიღაცები იყვნენ, შეჩემა და აი მოუგეს. ჩვენები გაზულუქებული პიცა ჭამიას ხმა მესმის ეხლა, რატომ? არა, გავიგე მე ჩემი გადმოსახედა. ჩვენები ბიჭები მაგრა მოემზადნენ, ბიჭო, რას ლაპარაკობ? მაგრამ შენ რატო არ თამაშობ? არ მათამაშის მე რა, იმიტომ რომ სპონსორი ისეთი ყავდათ, რომ არ უნდათ რომ ჩემთან ასოცირდებოდეს და მაგიტო არა მარტო სპონსორი, ზოგადად ადამიანებმა თქვენს რომ მახასთან ასოცირება არავის არ უნდოდა. კოკაკოლა ამ ფეხბურთის მე გავიგე ბევრი პროცენტის შესახებ ინფორმაცია მივიღე მაგ თამაშის მერე. დაბალი პროცენტის. დაბალი პროცენტების შესახებ, აი თქვენი სურათები და პროცენტები სულ ერთად იყო და ძალიან გამიხარდა და ძალიან ხო, არა, კარგი იყო, მახარა ფეხბურთის თამაში, არაფრის თამაში არ არის სპორტის ზოგადად და მაგიტო არც ერთ სპორტის სახეობაში რომ ჩატარდება რაღაცა იაპონელები საფლავში ტრიალები. მახარა არ იქნება ეხა ასად. მართლა, აი პინგ-პონგს თამაშობ? შენივე ტურნირი წააგე, შეჭემ თუ მაგარი ხარ, ნუ მოგეგო. ატომ ერთხელ უკვე თქვა რა. მაგაზე და მე აღარაფერს აღარ ვიტყვი. კარგი. პინგ-პონგში საქართველოში არ დაბადებულა ჯერჯერობით ავა. ნუ ნონა გაფრინდაშვილი სახელმწიფო. რაც არის გადაღებული, თურქეთში ხო გამოგისვა ვიღაც გერმანელმა ტრაქში. მაგის მე დავწ. ეგ იყო ჩემი სტარტი. ხო, და ტატომ ხო მოგიგო. გერმანელმა ტრაქში. დებერი თხა ხო ეძო ხო მოგიგო ბებერმა. ხო და დაანებე თავი რა. ტატომ აჩ ხო გიგებს ხოლმე. მორჩ. დავით. ნახე რეებს იძახიან. რეებს იძახიან და მაგას. შენ რამეს სახეობის თამაში შეყურება თუ მოგწონს რაგბის გარდა კიდე? კი. ჭიდაობის ყურება მომწონს, მაგრად ეხაც უყურებდი ბიჭებს, მაგრამ თლად ისეთი შედეგი არ იყო, გინდოდა. არა, საკუთარ ქალბატონე მოგვასახელეს. კი. ეთელი პარტერიებმა მოიგო. კი, ძალიან მაგარი იყო. რა იყო? არა, გორს ვარსკვლავი მოაკლდა თუ რა არის? აუ ბიჭო. გორელი არ უნდა იყო? ჭიდაობაში. გორელი არ არის. რაც უნდა ჭიდაობა ჩემთვის არის აი ვაფშე ცალკე ხაზია. აბა ძიუდო იყო ეხ მოდი ისე დავაკონკრეტოთ ხო? ხო ძიუდო. აი მენა რაღაც აი თან ეგრე სუფთა მოგებაზე აი ნერვები მეშლება მე რა. რა აი უყურე ეხა რა ნერვები გეშლა არც გიყურებია. რა აუ ბიჭო ნუ რა უყურე? ეცოთი ხუინა ეხა ყურში მეუბნევიან. აჰა ყვანს შევეცეთ ყურში გეუნებიან. თუ ყურში უნდა გელაპარაკება ისო რა ფერგიკეთია ყურში მე სულად არის შენსა. არა უბრალოდ ის არის რა მინდოდა რომ ეს თქვა გამომეყენებინა ოღონდ ისე.
ისე შეფუთო რომ ამან უყურა და მე როგორ კადრე ეხა რომ ესეთი რაღაც უკითხე. ბიჭო, რეგბთან შეხება ერთ-ერთი გაქვს, რაგბთან შეხება ერთ-ერთი გაქვს, აი ეს მაიკ. რეგბი ან ისწავლე. ხო, მე არ გამოვიდებ თავს და მე წინაზე იყო ფეხბურთში რაღაცაზე ჩაკეტე. რაღაცა ჩაკეტეს. წინაზე ფეხბურთზე რაღაცა არიცოდი. ნელ-ნელა. ბიჭო, არა უშო. მიასაკი მიდის, აი ეს. ნახე. არა უშო. დეგრად, ანუ რაღაცა თუ არის. მიაღწია. რაღაცა თუ არის. ეხლა მოდიხარ, არ ვიცი, არა ისწავლე. ხო, წახვედი, აი რაღაცა პიკში. შენ რა დამიჯდები აქ და ვითომ რომ პიკში იყავი ერთ კვირა, აი ვიყო შენი პიკი. და აი ეხლა უკვე დავაი, ნახვი, დაბლა მიდიხარ შეჩემა. всё, ბერდები, გონება რაღაცები გავიწყდება, ეხლა მოდუნდი. აი, ირაკლი, მოდი ისევ შენთან ვილაპარაკებ, რა შემიძლია. ეგ ყურება გევა იცი სპორტი, ყველა სპორტი. არა, ხო, ნებისმიერ სპორტის. ნებისმიერ სპორტს არ უყურებს თორე ანუ. ხო, ყველა იცის. აუ, ნებისმიერ. ყველა სპორტის სახეობა შეგვიძლია ესაუბროთ. უტიფარი ხარ, მართლა გეუბნები. აი, ძალიან უტიფარი. უტიფარი სიტყვა რას ნიშნავს? დაგუგლე და თან ნახე და თან მე გავაგზელებ. არანაირ. აი, უტიფარი. მე მეუბნება რომ ფეხბურთს ბიჭო ბავშვობიდან უყურებ, დავდიოდი, თამაშობ, ანუ მართლა მევასება ძალიან მიყვარს. და ანუ მე შენზე კარგად შემიძლია თამაშს უყურებ, ანალიზი გავაკეთო. მაგრამ შენ ამ სპორტი მე რას დაიდი? ვიგებს, ანუ ბავშვობიდან ყურება რა, ანუ რატო არის კარგი ანალიზის უნარი? შეგიძლია უთხრა რომ რაც ფრომაც უყურებ, რომ შანსი რა ანალიზი. გავიგებ, ლოგიკურად. ხო, უფრო კარგად იცი რა. იცი რა, ანალიზის გაკეთებას რაც უნდა უფრო კარგი. ეხლა გააჩნია ტიპს, ვინ აკეთებს ანალიზს. ვაფშე უცნობად. შეიძლება იცი რომ ჯარში მომუშავე ნებისმიერმა სარდალმა უფრო კარგი ანალიზი დადოს თამაშის დროს სტრატეგიის ვიდრე შენ. ანუ ეხლა რაგბს რო უყურებ შენ და ირაკლი რო უყურებთ, ანუ მეორე დღეს ანალიზის დადება, შენ წეღა რო გაიგეთ 15-15-ზე რო თამაშობენ, შენ უკეთ შეგიძლია? შიგნით არის და თამაშობს შეჩემა. შიგნით რო თამაშობს სხვა არის. მე ჩვენ ვსაუბრობთ მაყურებელზე, ხო? ანუ მწვნელი რო არ თამაშობს, მწვნელზე უკეთსაც შეგიძლია. არა, მწვნელზე უკეთს, მწვნელი შიგნით არის შეჩემა. ანუ კარგი, ჟურნალისტი რომელიც მუშაობს. შორიდან, ანუ ვინ არის ის ტიპი, ვინც არ არის შიგნით? ანუ ჟურნალისტი ვინც მუშაობს, კომენტატორზე უკეთ შეგიძლია? აუცილებლად, ხა დიმა ობლაძეზე ბევრად კარგად შემიძლია ანალიზი გავაკეთო. ფეხბურთის. იმიტომ რომ შეხომენტატორი აღარ ახარ რაც თქვა და ამიტომ დიმა ობლაძე, ნოდარ სიმსივეზე კარგად შემიძლია ανალიზი გავაკეთო. ხო, ეს არის შენი აზრი, მაგრამ არა, ჩემი აზრი არა, ეს არის აქსიომაში, მაგრამ არა, მე გეთანხმები. ეს არის წინგრე. შეთანხმები. შეუძლია? ბიჭო, მართლა ვერ ვიგებ, აი დაგცინა, მაგრამ არა, ეს ისე დაგეთახმა. კაი, დაწნარდი. აგას გეუბნებით რომ და შენ რომელ სპორტზე დადიოდი? რა, რომელი გინდა? არ მაინტერესებს. ჭიდაობა, ხრიდოლი, ფეხბურთი. ქართული ხალხური საკრავი თუ შეიძლება სპორტად ჩაითვალოს. კი აუცილებლად. ცეკვა, კიკბოქსი, ტანვარჯიში, ორი დღევი არის. აი მაგტანის ვარჯიში ძალიან მაინტერესებს. არა, ბავშვობაზე გეუბნები, შეჩემა შპაგატში ვეჭა. ტანვარჯიზე მეც დავდიოდი, იცი? გააჯიო მითხეს წამოვედი. იმ ლათინო ამერიკულ ცეკვებს დავდიოდი, შეჩემა მაგაზე მეტი ტანვარჯიში რა გინდა. შენ დადიხარ, შენ პოსტა დადიხარ, ესაც ლათინო ამერიკულ ცეკვავ, ანუ ჩემი აზრით, პოსტა რო გადაადგილდები. ჭიდაობიდანაც გამოვედი, გაიგე, იმიტომ რომ იქ ეხა სუსტები იყვნენ და აზრი არა აქვს, ბავშვი აქ ვერაფერს მიაღწევსო. რაგბზე არ გიცდია ანუ. რაგბზე უმაში თამაშობდით ხოლმე და იმდენად ტკივნეული იყო რომ აყარ მიცდია სადმე შეცდომ. რაგბი ხო გეუბნე მაშინაც ყვებოდი ნანისთან. აი რომ ერთმანეთს რომ ეჯახებოდით, არა, ეგ იყო ჩვენს განა ლეოს დადებოდა. მაშინაც ყვებოდიო ნანისთან. ხო და უნდა ერთმანეთს რომ გადაგიარა და ვინც უფრო მეტ ზიანს მიიღებდა რა. უკვე ის იქნებოდა რა. ირაკლი, შენ საიდან დაინტერესდი რაგბით, რომ რა ასაკიდან? მე რას 8 წლის ვიყავი რაგბის თამაში რო დავიწყე და პირველ გამოხედი? არა. კაცი ნაკრებში თამაშობს და არ გამოხედი ვეკითხები. ნახე ის ლორიას ქონდა მაგარი ისტორია რომ მოყარო რაღაცა პრობლემები იყო მე ეს შევედი ხო. შენ სხვა ქონდა მე ამენ ძიმე ისტორია რომ მიხვედი გამოხედი და მე რაღაცა სინათლე დაინახე და მე ისე უკან მიბრუნდი რა. არა. სინათლე დავინახე. ყვებოდა ადამიანი თუ ეგ იყო იტყოდა მაგასაც. არ იტყოდა მორიდებული კაცია რა. არა, პუბლიკაზე თამაში ხო არ გიყვარს. არა. რატომ მოყვებოდა, ხო? და მაგით რომ აი ასათიანივით ჩავეძიე რომ ეს რამე ისეთი ხო არ არის, არაფერი ყოფილა. ანუ არ გამოსულ ხარ. არა, 8 წლის ასაკში დავიწყე და დღემდე ვთამაშობ ეხლა და როგორ მივედი და სახში უყურებდით მამაჩემის ვაკაციებთან ერთად თამაშს საქართველოს რუსეთი იყო რა.
და იქ თამაში მოვგეთ, მე მგონი 54-0. და ხა ბავშვობიდან მიყვარდა ჭამას მან და რაღაც რა. მეგოსებოდას. და რა გზეუნა შეგიყვანოთ რა. მითხრა მამაჩიან და იმის მერე დავიწყე რა. 54-0 მოგება არ არის. მე ეგ თამაში არ მახსოვს, არ ვიცი რა თუ არ მახსოვს, მაგრამ რო გახსოვდეს ხა აი ძალიან გამიკვირდება. ეგეთ თამაშები ხო. ეგ იყო მამუკა გორგოძე რო თამაშობდა რა. იმაზე გადის რა, აი მარტო თამაში არ არის რა, სახელმწიფო ინტერესზე გადის ეგ თამაში რა, აი რუსეთთან გადიოდა ხო, ეხლა აღარ არის რუსეთი ვერსად ვერ შეხვდები. ძალიან კაი. ხო, რუსად არისო. ძალიან მიხარია. დააბრუნეთ. ესე ბიჭო, მე რას ვედი? ეხლა ირლანდიას ვეთამაშებით, ხო? სადასწავლობენ ამ რეგბის თამაშს? ირლანდიაში ძალიან რთულია რაგბი რო ისწავლო. ირლანდიელი სად რა შუაში არის ირლანდია და რაგბი ვაფშე რა? აბა რა არის შუაში ირლანდია და? ზოგადად ბრიტანეთში არ არის რაგბი განვითარებული. ქვეყანას გეუბნები რა შუაში არის რაღაც წა. ძალიან უჭიტყე, უელსსა ძალიან ცუდ ნაკრებას ინგლისი საშინელება. ხო, ბავშვები რაგბის თამაშობენ ეზოში ფეხბურთს მაგივრად რო იზრდებიან. ჩვენთან რო ფეხბურთს თამაშობენ იქ. რაგბის ბურთი როგორ არის? შენც ხო თამაშობდი ხო? შენც თამაშობდი, რაც შემი მაინც იუთუბერი გამოვედი. ერთ სპორტს ვერ გავყევი. მახარ. ირაკლი რომელ წლიანია იცი? აბა, მოიც შენ თუ გამოიცდო. 2000-ზე ვით? ჩემი გალი. ეს თუ აიგრი. 2003-იანია. ვაიმე. ხოდა. დისი ჩემი. აი მე სპეციალურად რო ვნახე შენი ისა რა ქვია 2003-იანი რო ხარ. მახარას უნდა უთხრა მეთქი რომ კიდევ უფრო მოხუცად იგზნოს თავი. აუ. ბიჭო ვიდეოს უყურებდი ამ ხა. შენ 33-ის ხარ ხო? არა, აუ. არა, 33-ს გავს. არა, გავს, უფრო მეტად. 30. გასაფურჩხრი. აუ 33. რა უნდა გაგიფურჩქნო, შეჭება თავს აღარ არა. გაგიფურჩხრი შენ ნაბოზა. 31 წელსა ვარ, 33 ჩემ. ხო 31 დავი. კი, 31-ის ხარ ნაღდად. მე უფრო დიდი ვარ შენზე. ო, გეტყობა შეჭება. ვის ეთყობა? შენ უფრო დიდი ხარ? უფორმო ხარ. რა კითხე? რა კითხა? რა კითხა, მეც მითხრა. შენ უფრო დიდი ხარო, შეიცხადა. ბიჭო, ვერა. არა, ტანით ხო. ეხა მე ცოტა წონაში ვარ. უფორმო არის ვაფშე. ბიჭო. აუ ტიპის ყალიბი არ არსებობს, აი. ადი ყველაფრის ყალიბი. გვერდ დაო, რა შეუნები מחარა? აუ მე ფეხი გაშალე. გვერდ დაუდგეთ. ფეხი გაშალე, ჩემი სწორი ფეხი. გვერდ დაუდგეთ. სად შენი იმენა უღლიანი ღორი რომ გაიგბენს. იმენა ჭადრაკის ცხენი. აი ეგეთი ფეხები, აი ჭადრაკის ცხენი, აი პირველი, აი ნუპაგაძიში მას ჭარტყავ მგელს. ჭადრაკის ცხენს თვითონ რომ გადაიქცევა ჭადრაკის ცხენად, აი იმენა ეგ ხარ შეჭე. 500-იან ტრუბაზე ისე გაილვი რომ ფეხებს არ გაშლი შეჭემა. პროსტა გაგეტევა. მე რანაირად მე უყურე. ჭადრაკის ცხენს ბაზა ფაფარი მაინც აქვს. შენ მაგარი დამძრებული. ორივე ფეხი კარებში როგორ მოყევი შეკარგ ილოტი ჭადრაკის ცხენი. აი რა ვიცი. ბიჭო, აი უფორმობაზე ნუ ლოპარაკობ, მართლად ეხლა შეჭე. შენ შეჭე მართლა. ფოტო რო დაიდო შენი YouTube ლიგაზე რო ჩაგაცვეს და გადაგიღეს 1000 ფორმები იყო შეჭე მაგამი. მინი ელი იყო რაღაცა. ფორმა ძალიან კაი. მიყვარეს რაგბისტი და რომ ჩამაცვეს, კაი ეს. აქ მიბერა. რაგბისტი კაცი. ეს მე რა მესმე თქოს, აი სველი ჩუარი რო აიღო. აი შეჭება ფოტოები რო იდე. მე ჩემი და შენი ფოტოები რო იწება ყველა წელს მახარა რომ მე რამდენი თვეშიაო შეჭება. ანუ მე ეხა შეიძლება არა ფოტო მე მაგ ღიბი პრობლემა არა ლაივში ხო ეხა ბევრად ეფექტურია არა კი ლაივში მე მაგ პრობლემა ღიბთან შენ გაკ წონასთან მიხვდი ანუ მე მაგ ვიზილის გაჩემია რომ წონასთან რა განსხვავებაა ზა ეს თლიანი არის მარტო ღიბში მიდის კაიგე რომ სუქდება მე მარტო ღიბი ეს მოცელიებერება ეს არის თლიანი ცხიმი შენ წვრილი ფეხები გაქვს და წვრილი ხელები ანუ და აგას არა ბიჭო ეგრე წვრილიც არა და არა მარტო ფეხები და ხელები აჩიკო არ მონძრევის ამ წანძრ აჩიკო განთავისუფლეს ამ საქმიდან აჩიკო წავიდა ბარსელონაში ისვენებს და ჩვენ დაგვიგდო ყველაფერი ამიტომ ეს მონტაჟი იქნება მხოლოდ დავითას გადატარებული ეს მაყურებლები ნუ მოდიან ხოლმე ახლა გავავრთხილოთ რა ანუ აუჩი ბოდიშით აღარ შემდეგზე აღარ მოვიყვან შემო შემო და ის კამი წარა გვაქვს ჩემი ეკვითელის კამი მოიტანე რა მოდი კომენტარებში დავწერთ თუ გამოიცნობენ ვინ მოვიდა და გავათამაშოთ ფული מחარ გავათამაშო თვითონ ეს ადამიანი გათამაშდება თუ გამოიცნობთ ვინც მოვიდა ერთი დღე ხა გაყევი როგორმე რა აი არ გამოჩდე ხა გადაო შენ ვერ გიცნათ აუ ბიჭო ზურგიდან ძმაო ვერცეც ვერ გაგარჩევთ რა აი სტადიონზე ნახევარს გადაცემთ და გარბი ხარ
არ ყველას ერთი ფორმა გაქვთ მართლა რა. ან ცოტა მაღალი, დაბალი რაღაც. ნომრებიც იგივე. ნომრებიც ეს იგივე. ეხა გაიგორეთ 15-ნი თამაშობთ მოედანზე. ვითვლით მაშინ რომ ვიყავი, გაიგე. ეთქოს ვერ იმუშავოთ. ძალიან ირეოდით ეთქოს. 2-4, ანუ 2-4-6 ეგრე ვითვლით ხომ და. აწი დავითვლი 1-2-3-4 რომ არ ამერიოს რა. ხო, აჩი არ არის და מחარ არ გიხსენებია დღეს და შენ წარადგინე ვინიზის ოლტთან. პატარა ძმა მოსახაში. მართლა აი მოსახაში. ამოდუღდა ეხა გადავდგავთ. მოსახაში ამის ძმა ლუკა კალატოზი, რომლის ესეთი მიღწევა გიორგი კალატოზი, მაგას მიაღწია ცხოვრებაში, ძალიან კარგი არის. და შორის გაბრაზებული იყო YouTube ლიგაზე რო თქვით, მე ხომ მწვნელი ვიყავი და არ გამომიძახაო ჩემმა ძმამო. აუ ეს מחარა ვინ არ ათამაშა. თუ מחარა თუ არ გამოიძახა. מחარა მინდოდა რომ ასისტენტი ყოფილიყო ჩემმა, თუ დაკავებული იყო, იმიტომ რომ ვინ დაიკავა? შეხო წყვეტდი, ვინ დაიკავა? არ მე არ წყვეტდი არაფერს. მე ვიყავი ბუტაფორია. მე მეცაც გეტყვი, მე მწვნელიც არ ვიყავი. ეგ ზემოდან გადაწყვეტა. ვინ გადაწყვეტა ეგ მართლა მაინტერესებს? ბასტო. ბასტო. სუმერევა. ოიცა პრომოში არის რომ შენ უნდა აგერჩია ნაკრები და ანუ მოგატყუა ეს თუ? პრომო არის თვალებში ნაცარი შევიხარ. მართლა კიდე ტყუილზე და მაგაზე გაყევი. ჯერ მანამდე არ მივალო პრინციპის ამბავიაო. თუ კიდე ვიღაც ფეხბურთელები ითამაშებენ. ფეხბურთელებს არ უთამაშიათ რა გინდა. არა, YouTube ლიგაზე. ხო. YouTube ლიგაზე ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. არა, YouTube ლიგაზე კი. ერთი რავი, ხო, ის კვარაცხელია და მიქაუტაძე არ აკავ. დანარჩენი ყველა იქ იყო. რაგბის YouTube ლიგა ხო არ მოვხოდოთ ეხა. აი რაგბიზე დაგენწრევათ მართლა. რაგბიზე ჩემი გუნდი ვიქნები. და აი გამხდარი ის ქორო რამდენს აკენწლის მაგასაც განახი. თან რაგბის ეთამაშე ვისთან ძუბი გაქვს და გახვრიტო შეჭა. YouTube-ზე კარგად რაგბის ვინ ითამაშებს ნეტა. აი ერთ კაი გუნდი რო გავაკეთოთ რა. ჩემ გუნდს 7 კაცა მაინც. מחარა კაპიტანი. აუ. დები ანალიზი საიდან ის თამაში? მინიმუმ ანდედა. ანუ მოგებაზე არ გვაქვს აქცენტი. უფრო რაღაცა ხო ხა YouTube ლიგა და ხო. מחარა კაპიტანი. ოკეი. მერე? מחარა კაპიტანი იყო შანდაბას გეთახვები. מחარ თან პოზიციებითაც დაგვიდალგო რა, ანუ ვირა პოზიციაზე. დავით აუეჭველი ეს ამ ძორი არის გადაული. ხო. იდე ვინ არის რა, ჩემ სხვისი აყვანა, სხვა იუთუბერების აყვანა შემიძლია? პატო ჯენგო. ხო. მოეჭველი. ლუკა გინდა კიდე 9 ნომერზე. აუ არ მინდა. რო გუნდია თამაში საჭიროა. აუ არ მინდა. წაიგე რა, შენ იყოს, მე არ მინდა რა გეტყვი. ანუ შენ გონია რომ ყველა ის უნდა იყოს, რა ქვია, დიდი? ბიჭო, მე ჩემ გუნდს ხო ვაწყობ. ხო. ანუ ჩემზე უკეთესად, შენ რანაირად იცი? ხო, არა, ჩემზეც არ ამბობს არაფერს. შენ ცალკე გუნდი ხო ყავს? შენ ერთი გუნდი გავაკეთოთ მეთქი ერთად ირაკლის დაგვეხმარებოდა. მე ჩემი გუნდი, თვითონ კაც მოგითხრა מחარა კაპიტანიო და მინდოდა, გაიგე? მაგიტო თორე. რავი, აჰა, გავაკეთოთ ახლა. საერთო გუნდი გავაკეთოთ თქო. აი მე შენა გუნდიშა ცოტნე? აუ არ გვინდა. ცოტნე მოხოით რა თქვა იმ დღეს? რა, შეჩემამა? მე გარემარბი ვიყავიო. ანუ ვინ იყავი? გარემარბი ვიყავიო და აგვიტყდა რაღაცა ისტორიას ყვებოდა, რაგბზე დადიოდა და მე შეჩემა გარემარბი ვიყავი და ანუ უნდა მოეყოლა, ვთქვა გარემარბი პროსტა ახსენა და იმდენი დავცინეთ რომ მან მორჩა ისტორია. ანუ იმის მეკეთ აღარ გაუძლია. და აბულინგებთ ბიჭო, მაგრამ ანუ ცოტნე იყო სტრაფი, ანუ ფლანგზე თამაშობდა რა. ცოტნე დაანება და ნინიაშვილი წამოვიდა მერე. ხო. ლუდში რო არის გაჟღერილი. მის ახალგაზრდებს. მე ლუდი რო ევასება ხო. ცოტნე ეგ არის. გუნდიშა ცოტნე. მე შენა ჰიტა შეჩემა სანამ ეგ სათვალეს გაისწორებს 9 კაცი გაუძლება გვერდიდან რა. ჰიტა მითვალოს ბურთები. რამდენი ლელო გავა და გამო, იმიტომ სამი ქულები რთული არის ხა კალკულატორი. პატო და ჯენგოც კაი ძალა იქნებიან. პატო და ჯენგო უეჭველი შეჩემა. აი პატო და ჯენგო. ორივე გჭირდება კი. მაგრამ მოძრავი ხალხის ხო. რამდენ კაცო უნდა? ბიჭო, ნაბიჯებით მიყვე და ნელ-ნელა შეჩემა რა, სადგეჩქარება. 7 კაცას თუ ითამაშეთ არ გამოგადგები. მაშინ პროსტას ხარდა. კი, ის. რატო 7 კაცი? 15. ლუკა კაი ვარიანტია, გეუბნები. აუ, რატომ ტენის ამ ლუკას? რა უნდა ძმაო? რაში დაინახე რო სტრაფი იქნება. ბურს აწევა არ უნდა. არჩენ არ გაქვს სპორტული აღნაგობა, მაგრამ როგორ ის ხარტი და ის. არა, მახარაც ხო უფრო მოდელი, ანუ მოდელისტა. როდისა გაქვს თამაში, ბიჭო? მანამდე 1 საათი გცალია, სპეციალ რომ 1-1 რა. ლელოს დადებამდე რა. ნინიაშოს არა აქ ტრამვა, აი, ეხა აქ რო იყოს კი ვკითხავდი, მაგრამ არა, ჯანმრთელად არის. რა არა. დასვენებული. ესეთი რესტორნიდან გამოდიოდა კოჭლობით.
არა, מחარამ ხელი იმას ძალიან ატკინა გადაწევის დროს და მაგაზე დამირეკა. მე ვიცი რომ სერიოზული პრობლემები ქონდა გუნდში, მაგის გამო რომ აი ხა ესეთ ლეგენდას რო შეეჭიდეო, ანუ ზარღვი დამეჭიმაო, მან და აღარ ვთქვიო ხალხშიო. ხო. და სუტკივილით გავიდა მე დავინა. სურათებს დააკვირდე მინუსერაც დადო, სუ ესეთ დგას. ამ ხრით წი, ამ ხალხს არაჩვენებს, იმიტომ ნაღზობი აქვს და ნუ იცი ხოლმე შენც კიდე რა, რომ მოტეხავ ხოლმე. ბიჭო, თვითონ დამწ მე მოდი კიდე კაი ლევანა საღინაშვილი ყავდა იმას არ დაეძგერე და რაღაც არ უკ ლევანას გადაუწე ბიჭო ნახე ლევანა დიდ ხალხს უწევს აიგე მე სტრატეგიები მაქვს რა აი ეს ლევანს დაუდებ და მოუღუტუნო მაგას რო დააგდებინო ხო მეც მინდოდა მე თქო გადაუწევო რო თქვი სულ სხვა რაღაც გადაწევას წავედი იმიტომ რომ ხელს შენ ვერ გადაუწევდა მაგას აგონიაშია ბიჭო თვითონ ლევანა როგორ უწევს იცოდი ხო რაღაც ესეთ რო დაგხვდებოდა აქ ანუ მოულოდნელი არ არის არა მოულოდნელი არ არის რა გიქნა რა ხაზზე ლაპარაკობ იცო აი მარცხენა ფლანგიდან არა ძმაო შენ წეველი ხალხი შენ რა სპორტის ტაქტიკა თქვი 17 კაცის თავის გუნდისთვის და 3 ციგ დავაყენე სადღე გარეთ იდგებოდნენ 5-5 ტელეფონის ნომერით 5-5-1 25-01 ვა 0-2 რენდომ თემები არის. მიდი კალა რა ეს სიმხელზე არის გამოჭიმული რომ ვერ უახლოვდები რა. და რა მაინტერესებს ტესტ-დრაივებს აღარ იღებ? ეგ ერთი ეხა გადავა. ეხა მაძლევენ ჩინურ მანქანას გამზდელი და გადაიღე ტესტ-დრაივი ჩვენგან თავისუფალი ხარო რა. აუ კიდე რა მაინტერესებს? ფოთში ხო არ ყავს ვინმე? პოსტში კონტეინერია გასახსენი და ველოდები. მართლა? მართლა? ხო, მართლა გეუბნები. რომელი კომპანია? ეს რომელი კომპანია? ეგ არის. კარლაინ. ხო. მართლა ის ხო, მართლა გეუბნები. მე მითხარი რა. მაგრამ არ გითხარი? კაცებს მე გამახსენე და მივიწერე. ზაფხულში სადაპირებ დასვენებასო. აუ, ფოთზე გამახსენდა. ფოთში ნანახი მაქვს, არ ვიცი იცი თუ არა. სახლი დგას კერძო. და კერძო სახლი არის აშენებული. და ხო არ კერძო სახლი და რაღაცა ნიტო არის. ბოძები აქვს 4 წელი და რო უყურებ ამ სახლს, ვერ იგებ ეს ბოძები რა შუაში და რო აიხედები. კერძო სახლზე არის корпуსი რა დაშენებული. ოღონდ აი შენი სახლი ხო არის? ეხა ეგ რო ორსართულიანი იყოს და ვიღაცამ корпуსი რო ააშენოს ზევიდან რა. ეგეთი რამე არ მინდა ფოთელები თუ ხართ, იქნებ კომენტარებში დაწეროთ რა ფენომენი, ანუ რა მოხდა ამ ტიპმა მიწაიყიდა და ჰაერი გაუყიდეს? თუ აი ბიჭო, სახლია ჩვეულებრივი, დიდრული სახლი, რომელზეც აი დიდი 4 მსხვილ ბოძზე რამდენი სართულიანია корпуსი? ბიჭო, 10 მე მგონი რა. კაი დიდი. აი, корпуსი რა, ხო და ვერ გავიგე რა და მაგრამ მაინტერესებს, რომ ჩაუარე ღამე იყო და მე კი აი ხო არ ხო და გამოლაზეს დილით იგივე დამხვდა რა და მე მგონია რომ რავი, არ ვიცი ხო. კაი, გასაგებია. ზაფხულში მან დასვენებას არ აპირებ, როგორც მიხდი მაგ корпуსში. აი, რაგბისტების ადისვენ თუ ჩვენ. მორაგბე. მე საქართველოში ვისვენებ. თა ზღვა. თა კიდე კაი. რო ჩამოვალთ ალბათ, რაჭაში წავალთ ბიჭები. ყველა მიდიხართ ხოლმე? ხო, ყველა არ მიდივართ, მაგრამ ხო რა, რამოდენიმე მაინც. რა არის თავი გასართობი მაგ დროს? ჭამასმა. დალევა. დალევა ჭამასმაც ალბათ. არა, ჭამასმა დალევა, მეტი არ. რაგბისტი ეძახს ვაფშე არ ფეხბურთელმა რო ეგ თქვას. აი უშო. არა, ზაფხულში რო ისვენებ არა უშავს კაცო. ერთხელ და ორჯერ. აქ რაგბში რატო არ არის? ჭამა და სმა პირიქით რაგბისტი უნდა ჭამოს და სვას და ფეხბურთელი არა. არა, ვიღაცები არიან რო არ ჭამენ და სვას და არა, ორი სპორტი არის. ბიჭო, აღქმის დონეზე ხო ფეხბურთელმა რო თქვას უფრო ცუდად აღიქო რა. და რაგბისტი რო იძახის პირიქით, ანუ ოპა ესე იგი ხო. იმიტომ რომ ჯანში ჭირდება მაგას უფრო მეტი. სმა არაყი. ფეხბურთელს უნდა რომ უფრო მოძრავი იყოს და რაღაც პოზიციები ხო არა? მოიცა ეს რას ქვია ფეხბურთელს უნდა უფრო მოძრავი იყოს, რაგბის წარ უნდა? ანუ მორაგბის აღნაგობა რა, პირველი 2-3 ნომერი. შენ ისახარ ხო წეღარა მე. მაცადე ხა თუ გაინტერესოს პასუხი. პირველი 2-3-ში ვინც დგანან ისეთები არიან, რომ ფეხბურთელი ეგეთ აღნაგობის არ არის. სხვანაირი აღნაგობა ჭირდება რაგბს. მაგ პოზიციებს. ხო, მასა გჭირდება. ფეხბურთში ანუ მას არ გჭირდება. ანუ გინახავს შენ ეგეთ მორაგბეს რო შეხედა ხო ეთყობა რომ მორაგბია ვიღაცებს. პოზიციების მიხედვით მაინც. ანუ მოიცა ზლატანი მორაგბე ვერ იქნებოდა? ვერა. ზლატანი არის ძალიან გამხდარია, მე გადავედი. ვერ იქნებოდა? იქნებოდა? ინიაშვილი არის. არა, ეხ შენ თუ ხარ, შენ ძალიან მაგარი ხარ და ის თავის სფეროშია ძალიან მაგარი, ანუ. ეს თქვენ დაიბარეთ? აი მოვიდა. მაყურებლები მოდიან ხო თავის მოდიან ხო? მოიცა, აქ რო იყო იმის რა თქვა ნინიაშვილი, ხო? აი გამხდარი არისო? ნონა. ნონა, წეგარ დაუბრუნე.
ნანაო თუ არა. ნანო. არა, ნონა იმაზე პინგ-პონგის თამაშზე. არა, ნანო. ნონა შემეშალა ნანათ. წინ რეგბზე თქვი, მე ნანო. ხო, რა გინდა? კპენა გინდოდა ჩემთვის? თუ რა? აგერ მიკვინე კაც რა კვე დამაქვს რას გეუბნეოდი. აუ რამდენად უმნიშვნელო ტიპი ხარ. ზაფხულში დასვენება. ფეხბურთს რატო არ ჭირდებაო? ხო, რატო არ ჭირდება მეთქა? რა ახსნა მოუძებნე ხა რაღაცა შეჩება. შენ რო უთხრა რა, ხო, ჩემ არა, შენ რო უთხრა. ერთი სიტყვა აუხსენი. ბიჭო, რამდენი ხუთელის მიაყენე მაყურებელს, მიაყენე შეურაცხყოფა, ბიჭო. ანუ რა მე და მაყურებელი მოგვარდებით. მაყურებელმა კომენტარებში ამ შეურაცხყოფის საფასური და თვითონ დაწეროს. მე რა შუაში. არაფერი. ხო, ეხლა დასვენების პერიოდში არ აქვს მაგას დიდად მნიშვნელობა. სავარაუდოდ ფეხბურთელიც ბევრს სოს და ბევრს ჭამს. არა მგონია. სავარაუდოდ, ჩემი აზრით ეგრეა. ფეხბურთის უფრო მეტი დრო დაჭირდება სავარაუდოდ. ის ბარსელონას მეკარე ეწევა ვაფშე. მეკარემ რავი მოწიოს შეჩება რასაკეთე. რატო მეკარებს რატო აყენებ? შევდა მეკარე რატო გადახედა ეხლა? იმიტომ რომ რატო 17 მეტრში აქეთ-იქით უნდა ირბინოს. ეგ არის ანუ მეკარეობა სულ. ხო, რა ხო დაარტყა აქეთ-იქით. აი, რავი, მეკარეებო ვინც ხართ, რავი, ახალგაზრდა მე რა მაგალითს აძლევ რომ ეგრე უნდა ელაპარაკო? მეკარე რა, ანუ ფეხბურთელი არ არის მეკარე თუ რა, ბიჭო. ხალხმა გასცეს პაუზა მე არ ფეხბურთელი არ არის, მეკარე ფეხბურთელია. აბა მეკარე ფეხბურთელიც არ არის. ოკეი, კაი. მეკარე რატო ქვია? თავცველი რატო ქვია და თავდასხმელი? ერთსამ. ის ფეხბურთელი. ერთსამი არა, რატო ქვია? მეკარე რატო არის ფეხბურთელი? რატო ქვია, ხო თქვი? რა, ფეხბურთის თამაშის დროს არის მცველი. ეს არის მეკარე, ანუ კარი, მეკარე. მერე? კარი, всё, 17 წავიდა წამოვიდა. მეკარს გოლი არა გატანილი შენი აზრით? როგორ არა აქვს გატანილი არის შემთხვევა, ვინც არ ეწევა. არიან მეკარები, ვინც არ ეწევა ეხლა, რა. ვაფშე ლორიას აქედან მინდა დავემშვიდობო? ისე მომხვდა გულზე ბიჭო, რანგის არა. იცი რა დაამთავრა კარიერა? არა. ჩვენ გადაცემას რო უყურდა შევეთქვი რომ ვის დაიმატებდიო საქართველოს ნაკრებიდან და მამარდასო ნუ ალბათ ჩემი დრო გავიდაო რა პრესკონფერენციაზე თქვა ამერე ხოდა ლორი არის რაღაცნაირი საყურელი კაცი მე ძალიან მიყვარს რა შვიდობით გიო შევხვდებით სპორტში სხვა ადგილზე რა რა მაინტერესებს ცი საკლუბო რაგბს რატო არ უყურებენ ქართველები აი სანაკრებო ძალიან ბევრი სანაკრებოს უყურებს მაგრამ ალბათ საკლუბო რატო არ უყურებ შენ არ გეკითხები შენ გაჩუმდი ორი წამი რა ხახს რა ხარ შევაწყო ჩემი დედოte ანუ ხახს ეძახს არ უყურებ თუ ფეხებზე კიდია თუ ბიჭო რა არ უყურებენ ქართველები საქართველოს და აი რაღაცა აი ნაკრების თამაშსაც ძალიან ცოტა ხალხი უყურებს ადრე უფრო უყურებს რატო ეს რუსეთთან თემების გამო იყო ხო აი რუსეთს რო ეთამაშებოდით ხოლმე მე არ მახსოვს სტადიონი რომ სავსე არ ყოფილიყო რა ხო სულ სავსე იყო ეხლა ძალიან ადრე არ ვიცი შენ მოასწარი რუსეთთან თამაში არა მე ვუყურებ რა მოასწრო 2003 არიო შეჭემა 2000-იდან დაიწყო რუსეთის დედი რა უინა 2000-იდან დაიწყო რუსეთს რო გზავდნენ რაღაცებს 2000-იანებიდან არა კაცო კაი ხანი ვეთამაშები არა დიდი ხანი თამაშები რუსეთის დედი დაიწყო 2000 წლებიდან მანამდე ცოტა სხვანაირად იყო ომის მერე აღარ არიან არ გინულტყან რა არა მე აი რა ინფორმაციას მეუბნები აი ვერ მივხვდი რას ვქი 2000-იანებიდან დაიწყო გეუბნება რომ ნაკრების თამაშები საქართველოს რუსეთი იყო მერეც არა ბიჭო შეიძლება ჩვენთან იყო მაგრამ ნელ-ნელა რუსეთს ეცლებოდა მას კი იმის შესაძლებლობა რომ სადღაც გასული ხო სპორტი აღარ იყო მერე ბიჭო 2018 წელს ჩემპიონატი ჩატარდა ფეხბურთში რა ეცლებოდა არა ისა ეგ ხო პოლიტიკური იყო ეგა პოლიტიკური არის არ შემიძლია რა მართ ადამიანს რო ვეკითხები რაღაცა შენ ორი წამი რო გაჩუმდე ხო შეიძლება ბიჭო ვიცი რომ მე უფრო კომპეტენტური აზრის გითხრა არ ექვსი სტომარზე არა ეხა სპორტი იცის და სპორტთან დაკავშირებული კითხვები ფეხბურთი იცი ვიცი კი წესებიც ვიცი და უყურებ კიდევ ბევრად მარტივი წესებია უყურებ არა აგას გეუბნები თუ არ იცი სპორტი ბიჭო რავი როლინგს თუ არ უყურებ ფეხბურთში ბევრად მარტივი წესებია. ხო და მოკლედ ნაკრების იმანაც დაიკლო, ხო, ანუ ყურება და საშუალო. დასწრების ამბავშიც და ირლანდიასთან უნდა გაივსოს სტადიონი. იმედია გაივსება, კი. ცუდია ეგ ძალიან, რომ ეთყობა აი რაღაცა ეს რუსეთი იყო მაინც დამატებით მოტივი. მაგრამ რუმინეთთანაც ხო ივსებოდა ხოლმე, თუ არა? რუმინეთთან არა. ისეა. რუსეთთან ივსებოდა ხოლმე სულ, თან დინამო. ხო. და დინამოზე დიდი ხანი არ გვითამაშია დინამოზე. ხო. იმიტომ რომ ლოკომოტივზე არ ივსება ხოლმე სტადიონი და დინამოზე ალბათ არ შეეტყობა ხო. სად დახართ ხალხო, რაგბი ჩვენი თამაშია, რაღაცა ისა მარტო რუსეთთან. რუსეთთან არის ჩვენი თამაში. და ინგლისელები გვეწოდება.
ხოდა რა მივიდეთ ახლა 5-ში და დაუჭიროთ ხარ შენიდი ნახვი რა მივიდე ჩეჩემა წინაზე დაგპატიჟეს არ მოსულა გეკიდა ხახო მივიდე შენი ურაზროვანი პიშია ჩი მართლა ამომივიდა ყელში ბიჭო ბიჭო არ მეცალა წინაზე და ისევ კი რა იმასაც არ თალი ირლანდიასთან ახლა მნიშვნელოვანი თამაშია ყველა ჩემი ანუ რას და ხახი მოცლიზის და შენ შეჩემა დაკავებული არა მე შეჩემა 30000 კაცს უნდა ეცალოს საქართველოში მაგ დროს და ხო შეიძლება რომ ეცალო 3 მილიონი ვარ 30000 კაცის მოცლას რა უნდა ბიჭო ხო და მოუწლელები რა შენ იმენა დაგპატიჟა ვინ ბიჭო მე ხوار დამპატიჟები ხარ შეჩემა ერთ თამაშზე იყო და გადაგა გავიგე ძმაო მაგის გარდა ხوار ყოფილ ხარ სხვა შენ არ ხარ თამაშთან ყოფილი არა გაგზია ყოფილ არ არასდროს ფურა ავალ მე მეგონა დადიოდა ხოლმე თამაშებზე და მედი დაუჭირე ხარი ხა იჯექი მაგის გვერდით ძმაო ავი წეღან კაც თამაში ვაფშე დანახი არა არ იცის ხო და რა შეეხება სად დავისვენებდით მახარ შენ სათაფირებ და მე დამახარა ეპისმე ადგილზე სადაც შენ არ იქნები თქვენ ხომ მიდიხარ წახვედი წავიდე სტუმარი ისე რომ არ დაგვენახა სამწუხაროდ მახარ სიცილიაზე მივდივართ ახლა მაფიის ფინალია და ისე მეზარება სიცილია მე ჰოლანდიაში მივდივარ დღეს და იქიდან ჩამოვალ კატანიაში კატოზი ჰოლანდიაში მიდის იმის გამო რომ იქ უფასოა წამალი აი ეგეთი რამე გაიგია აქ ვერი შოა წამალი უფასო რატო არის და იქ ჯერი მახობლა უთხრა გიორგი შენ ჩამოდიო და ამან დარაზმა და შაშემა ცოტონე და ვიღაცები მიყავს იქ შაშემა ამოვალ მეც აუ წამლისთვის მთელი ოქტომბერი წამალშიკები რო არიან მიდიან იქ გასაჩხერად აი ეგეთი რამე აი ოსტა ავი კაცმა უთხრა გიორგი ჩამოდიო და ეს მიდის აი ეს გუდებით ორი გუდით მიყავს თავის ძმას ყوار გამოტოვებს ხო მიდიხარ შენ ლუკიტო აბა ბავშვს ხომ ანახოს ხო გარემო ჰაერი გამოუცვალოს ცოტნეს აუცილებლად იქ შეიძლება სმა შეეშვას საერთოდ ნირვანაში გავიდეს და რამე იპოვოს ახალი ჯაფარა ჩამოდის კი ჯაფარა მახარ რატო არ მიყავს მე ადგილი აღარ იყო გაიგე იმ კაცმა მახარა ის ოლსაწოზე 21-ში მიდის ახლა თელავში ხალხო სპორტის დღე მე მითხეს რომ ერთ-ერთი უნდა წამოსულიყავით და მე ვუთხარი რომ მე შევხვდებით ჩემს საყვარელ ხალხს თელავში 21-ში მე არც მე ჰოლანდიაში გიორგი კარტოზი მიდის ჰოლანდიაში ემიგრანტებს საუბრის დროს იქ თქვა რომ ფეხზე რა თელავი კაცო ფეხებზე მკიდია დასწრებად მივდივარ ზუსტად სიტყვას ვთქვით ეგრე თქვა მე რა თქმა უნდა ამის გამო გაუბრაზდი და ვუთხარი გიორგი არ შეიძლება ეს საუბარი და არ მაინტერესებს და მიდის გოლანდიაში მე ვიქნები თელავში სიცხეში და დასვენება სადაპირე დასვენება არა მაგ ჯერ გაწყვეტილი ჯეჯობით არავის მე ალუს ჩავდგავ ახლა מחარ მეორიოში დაწყებულია უკვე და მეორიოში ვიჭყობალავ ჩავყრი ფოტოებს და ეგ აუზი რო ჩამოხვალ გოლანდიიდან და წყალი თუ იქნება ბაყაყებით სავსე დაგხვდება ნახოთ მინიმუმ თქვენ თვითონ ჩახვალთ რო ჩამოხვალთ მაგაზე მეტი ბაყაყი რა ვიცი ე ახაშენში რო ვიყავით რაღაც ეგეთი არ გავაკეთოთ ამზაბ ხო სუმი და შეჭა იმ თუ გინდა არასდროს არ მოდიხარ ხა რაღაც რეკლამას უკეთებენ აგე რაჭაში მიდიან ბიჭები სადღაც წავიდეთ ჩვენს ამათ შესაძლებლობა აქვს ბიჭო სულ იმას ფლექსაო ფული რამდენი ფული მაქვს და ამდენი სპონსორი ყო ფული როგორ არის კოოპერატიულის მერე ხინკალი შეუკვეთა 7 ლარი ღირდა ერთი ცალი შეჩემა და იქ რაღაცა იფლექსაოე და ეხა დასვენების ფული არის ყველაზე ცუდი ჩემთვის ყველაზე ცუდი საფლექსაო იყო ეგ ალბათ რა აი ცხოვრებაში მაგაზე ჩაკაფული შეუკვეთა 84 ლარი თუ რაღაცამ გადაიხადა კაი იმიტომ რომ აი პროსტეთ მეო ეხა მაქვს და დინახვი მინდოდა ვიღაცა დამინახესო ჩაკაფულს ჭამოაქო შეკვალა ჩაკაფული მინდოდა მე რო ეთქვა იმას 84 ლარი შეჭება გამოვდი რა აი ეს შპრიცი ამოვიღე და ვენაში გავიშვი ეგრევე სხვა იმას ვერ შეჭამ ია გამოიღე შემდეგი თემა მოდი ვიღაცა ინფლუენსერი ხარ რაღაც ეს აპიარები კაი სიროპა პასტა სადმე მაგით ახაში შეგოთ რო გვაჭამონდა გვასვან ნორმალურად ეგრეა როგორც ახაშენში რა რატო არ გაჭოს და გასავალ არა მწვადი დაგვიდეს 2 წელი გახსოვს ეგ ძალიან მომახსოვდება რა ეგ კამერაში ეგონათ მარტო შენ რომ ყოფილიყავ გავიგე მაგრამ მე რო ვარ კამერაში 2 მწვადს მიდები 2 მწვადი მე ის სალკეს უფრო იყო გაშლილი გაჩერდი ახლა ანუ იცი ხოლმე შენი ჩელენჯი შენი ჩემი დედა სოკე აი სოკები იყო აი სოკები არ იყო ჩელენჯი מחარას სტუმარმა და კალამ უნდა უთხრა מחარას ადამიანი ან პერსონაჟი და מחარამ უნდა იცოდეს მისი პაროდიის გაკეთება შენ და შენ რაჩი აუ იმენა მიკერძო ცნობილი ადამიანი უნდა უთხრათ და ამ პაროდია უნდა ცადოს რატო
რატო შეიკერა რომ შენ პაროდიის ნიჭი გაქვს? არა, ადამიანი აფხელა პაროდისტი კაცი ვარ აქ. აუ იმენა ადამიანიან პერსონაჟი უთხარი და უნდა გააკეთოს რა. იუმორინაზე ყრუნლი კაცი იმენა მაგრა აღელდა რა მახლა ჩემზე კაკ პაროდიას აკეთებს. ანუ ძალიან ვიეჭვიანე ხა. მითხარით ნებისმიერი. ვინ უთხრათ? ქართველი? რა ნებისმიერ შეგვიძლია. უცხოელი თუ გინდა მოდ ინგლისურად რო ლაპარაკო. მოდი რადგან ირლანდიასთან გვაქვს თამაში. კონორ მაგრეგორი რო გავკეთო. აუ შეჩემ კონორ მაგრეგორი ხო. ხო გევასება თან. ეგა. всё, ეგარი ხო? არ მივული რა დაშე ეგრე. ხო. ესა. აი ეს ფეხები გაგშენს ჭმა ხა ხო დაჭრე ჩურბად დადგები. კონორ მაგრეგორის პაროდია გავკეთე. კაი, ეხა ვინ? ეხა ვინმე ისეთი უთხრათ. ვისაც რამე ჭირს. რამე ჭირს? მაგეთ რამის პაროდია გამოსდის ამას. კარგად. რამე ჭირს? ქართულში იყო ხო? ასა. ვინ უთხრათ? ხა ვის გავაკეთე? ვინ გაინტერესებს? ახლა ვიდეოს უყურე რა. ყველა შეასრულებს ახლა ნიჭია. აბსოლუტურად ყველა მეთქი. მორაგბე ვინმე? ტატო გააკეთე ხო აბა? დასაწყისი არ გავს ტატოს რაღაც. ტატო მო ჩუმად როცა რა, მას რო არიღებს. ვა. საღო. საღოს მო, აი გენიალური. ნახე, რანაირი პაროდისტია, ხედავ, ტატო სიჩუმეში, მაგრეგორი ჩაიწია აქ რაღაცა. კიდევ აი რაღაცა დეტალი მაქვს, ვაფშე ბისმიერ ადამიანს მიუბაძო, მაგრამ გივის სიხარულზე კი გააკეთო. მიდი. მაგის თქმა. არა, გივის სიხარულზე არ გამიკეთო. მე არ მინდა. გივის სიხარულზე პაროდია გააკეთე. აი, ოღონდ იმაში რა ქვია. ცხელძალში რემოს ურეკავს. მოდ მოიქნები ვანო გეჯაძე და დაგირეკავ. შენ. მე დაგირეკავ და შენ აიღე და ვანო. მე საერთოდ პრინციპი მიმიძღვის მაგაშიტო. სამი კაცი როგორ მოწამლე შედამპალოში. არ ვიცი ვანო რაზე ლაპარაკობ. მე საერთოდ გეუბნები უნდა შევხვდეთ რა. ვანო, გამიგე ვანო. ეგ იმიტომ რომ ჩამაძაღლოა რა შედამპალოში. არ არის რა ბიჭო ეგრე, არ არის რა. როდის დაგეგმე ყველაფერი ჩემს? შევხვდეთ. ვისკის რო წრუპავდი მაშინა რა. ვანო, დამიჯერე, ერთხელ შევხვდეთ რა ვანო. აი ამ ბიჭების სისხლს გარწყევინებს შეახواრო შენ. ნუ გონია ეგრე ვანო და დამიჯერე ერთხელ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ რა. იცოდე ჩვენ თუ ერთად არ ვიქნებით. ზენაკია ორივე სისხლს დალევს. ვანო. გაგითიშევსო. აი ეს ეტიუდი, პატარა ცხელი ძაღლიდან. თალათ ესლად პასუხობს ტელეფონს ბიჭის. ხალათი ხვაცვია. რაღაცა სიგმას თუ აღწევს. მე რა მევასება, იცი? ეს რო ძალიან ჩაჭრის, რო სამი კაცი როგორ მოწამლე რაღაცა და იმაქიდან ელოდები, რომ რაღაც თესლ არგუმენტს ეთყვის, რომ აი ბიჭო არა, ანუ ვანო, მე მღამეს ნაღდად მაგვიანდებოდა. ანუ მაგის დაბრედილია. ხო, ვიცი. იმ არაყით მაგან დაბრიდა. ეგ არაჩას, რა შემეგ ზერაგიასთან შეკრული ბიჭო, გაიგე და ეგ მომენტი ასე შემა უეჭველი ხო, მართლა. ეჯაზის გასაღება უნდოდა რა. სტუმარი და მახარა თამაშობენ მაგიდის ფეხბურთს. კალამ უნდა წაიყვანოს. წაგებულმა უნდა აიღოს რაგბის ბურთი და ეცადოს რომ მოგებულს გაცდეს. ოპა. საინტერესო მატჩი იწყა, მეგობრებო, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლდანში ვიმყოფებით და ახლა მიმდინარეობს სტადიონის მონტაჟი. ჯერჯერობით არ არის აწყობილი ინფრასტრუქტურა. ჩვენ გავესაუბრებით იქამდე ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონო გიორგი. როგორ მიმდინარეობს სტადიონის შენებლობა? ბიჭო. აი, ვადებში ვერ ეტევით როგორც ვიცი. უკეთო ესენი რომ ალად ბურთელები? ეს არის. ესენი კაი მეკარე. ლუკა, ეს აწყობილი უნდა მოგეცა, ეს რა არის ახლა ეს? არა, იმას ევასება ეგ რა. ეს პატარა დასალევი. იქებში რატოა ბურთები, კი არა და ბურთები რატოა? თითო. მაშინ მე ირაკლისთან გადავალ კითხვით, როგორ ემზადებით ამ თამაშისთვის და რაც ფიქრობთ, მომახერხებთ თუ არა დამარცხებას მეტოქის. არ ვიცი, მაგიდის ფეხბურთში ძალიან ძლიერია როგორც ვიცი. მაგრამ არა მარტო მაგიდის ფეხბურთში. ზოგადად სპორტში. სპორტში ძალიან ძლიერია, რასაც ფიზიკური მონაცემები ჭირდება.
მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცი როგორ იქნება. ბიჭო, ამას გეთო და საიდან. ჯერ მოედან არა, მოედან ესენი ამაზე მისო. ესე იგი შენ მეორე არხზე მაგრა გიწვის რაღაცების აწყობა რა? არა, ბიჭო, ნახე. მეორე არხსაც უყურებ ამისას? თუ იცი ზოგადად? არა, ვიცი, რაღაცები მაქვს ანახი და თავიდან უყურებდი ხოლმე. კორონას დროს რომ შენ და შენი ბრატი რო გამოხვედით იქიდან რესტორნიდან. თუ ბათუმში. ეს გენიალური ისტორია. ხო, თან. ხო, სიმართლეებს რო ყვება თან ეგ არის კაი. ის შავები სად არის? აქ არის. სო, ჩადე. არა, იქიდან უნდა ჩადო შენ. რესტორანი არის, ბიჭო. აიგა. და არა. ეს შეარჩევს და ეს აიქ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, იწყება ძალიან საინტერესო მატჩი მინი ფეხბურთში, კარიდან კარში. ირაკლი აფციაური, რომელმაც შეიცვალა სპორტის სახეობა და გადავიდა უკვე კარიდან კარში ფეხბურთში. 1-0 ანგარიში გაიხსნა. განგების ძალით არავინ არ შეხებია ბურთს და ბურთი შევარდა კარში. ნუ აქ სტადიონზე პატარა მიწისძვრაც მოხდა, კარი ჩამოვარდა. სტადიონი კარგად დადგით. ლუკა მოდი სტადიონს დააჯექი ყანყალებს. სახბათო მომენტია და მახარა თავის კართან კიდევ ერთი გოლი, საოცარი სანახაობაა მეგობრებო. მონ კადრში არ ჩანს. კი ბატონო, ისევ მახარა, კარგი დარტყმა იყო სხვათა შორის. აქეთ აფციაური უტევს თავი დაარტყა, რაცა გასაოცარი იყო ხაკ თავი როგორ დაარტყა. ფურთი და 2-1. მახარაშვილი ნენელა ფორმაში შედის, ისევ თავის კარში შეაგდო 3-1 ხდება ანგარიში. ნახოთ არბიტრი რამდენს დაამატებს ამ შეხვედრას. არბიტრი ნახოთ რამდენს დაამატებს და კიდევ ერთ სახბათო მომენტი 4-1. გავიდა. უნდა ჩავარდეს? რა გამოვარდა? გოლი იყო შე. იქ იმას დაფარულია კამოშენი. ვარი მანა. არა, აი ნახავ. მეცა? ახალი. ბიჭო, აქეთ ეს ბურთი ვარდება ქვემოთ, იქით არ ვარდება, მე გაგიტანა. 4-1-ია მორჩა. მორჩაც, 4-1-ია. რა მოიგეში? წაგ. არა უშავს. მახარა მორაგბეებმა ყველაფერში დაგამარცხეს რა. ბიჭო, აი. კაიგე? სასჯელია ხო? რა არის? უნდა გაცდე ბურთით. რაგბიში რა, ანუ რაგბიში. სად გავწდი ბიჭო? ბურთს სადა გვაქვს? სად გავწდი? აქ რანაირად გავწდი? უნდა გამოატყუო, არ ვიცი ხა. რომ გავიგე. კაი, თუ გინდა ხუთში რომ მოხვალ, დაველაპარაკო და თუ დერეფანში კი მას ვქნათ, გადავიღოთ უცებ. ნახე. მახარახ სამახ იმას სამაგარი კალიგრაფია. ხო, არა? მახარახ სამახ ოვროდ. და გაწყვეტილი არის. რამე შეგვიძლია გვასწავლო თუ ვერ გაგწდება როგორ შეიძლება რამე ილეთი ერთმანეთს რო იცოდეს. არა, არ დაჭირდება ბევრი. აი როგორ შეიძლება რომ გაცდეს? გაცდოს რა. ბევრად სწრაფად დავბიო. ხო, ბევრად სწრაფი იქნება ალბათ ჩემს. რა, რამდენს ავითარებ? წუთში. რამდენს ავითარებ? ბასუში ჩავდივარ საათ ნახევარში, ფეხით. 8 წუთში საათ ნახევარში ჩავხვალ. საათ ნახევარში ჩავდე. ოღონდ რაღაც ეტაპი მატარებელზე ჩამოკიდებული მივდივარ. 8 წუთში ფარავ საათ ნახევრის გზას ანუ არა, ბათუმში. ეხა ბათუმში გავიქცე. ბათუმში თქვი, მე 8 წუთში გავიქცე. საათ ნახევარში ვიქნები იქ პლოშადთან. ანუ ბოდიში. სისწრაფეში ანუ ირაკლის გააცნობს, როგორც მივხვდი, ხო? არა, სისწრაფეში. რამდენი კილო ხარ? 123. იგას. შანსი არა. შემდეგი კილო. ეგ აღარ თქვა. 98. არ გიკილა მეორე. ეგ აღარ თქვა. და ანუ შენ გააცნო. მე შევა ცუდი ფორმით დავბივარ, მაგრამ ძალიან. ჩემი აზრით, აი ესე, ხო იცი, სირბილი არის ესეთი ამბავი, რომ არა, სწორზე უნდა ირბინო. აი შენ დაიწყებს სირბილს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ფინიშამდე მიხვალ საერთოდ. შეიძლება სწრაფად გაიქცე შედარებით, მაგრამ სხვაგან მიხვიდე რა, ყავაზე გადაუხვიო ან რაღაც. ახი ბიჭო,
ჩუილაში. მეც გაგასწრებ შენ დაჟე. ბიჭო, ის გაქ რაღაცა გამრუდება გჭირს ფეხებს, ვერ დარბიხარ და. ეხა ვისწორებ, იმიტომ ეს ქანაობა ხალხი რომ მეუბნება, მაგით ფეხს ვისწორებ. ვცდილობ რომ შიგნით შევიტანო ესე მაგ ფეხი. იმიტომ რომ ცხენზე რო ვიჯექი ხოლმე სოფელში დიდი, ანუ 3 წელი მომიწია ცხენი ციარული და მაგან გამოიწვიეს რომ ფეხები გამეწია გარშემო. მაგრამ ცხენზე? მარიო ჩიმარო ხარ? ხო, ცხენზე ჯირთობ იდეალურად. ეხა რა დებილობა თქვი რომ ცხენზე რო ცხენმა ის ფეხების გაწევა. კი. ოღონდ ეს არ გეუბნები. ხო ყოველდღიურად თუ ერთ საათზე ამას გეუბნები ტრანსპორტად თუ ყავს რა. და მე ტრანსპორტად ყავდა ცხენი. ყოველდღიურად ირაკლი ყველაფერს გეთახმება, ანუ მინდა ხოლმე გადავამოწმო და არა ხო, ყოველდღიურად თუ კომენტარებში დაწერეთ ყოველდღიურად ცხენის გამოყენება ბავშვობიდან იწვევს თუ არა ფეხების გამრუდებას. აგერ ნახო გეუბნები მეთქი რა. რამდენი წლიდან დაიწყე ცხენის გამოყენება? 6 წლის დავჯექი პირველად რა. 6 წლიდან და 3 წელი ცხენს დადიოდი, ხო? ცხენით დადიოდი. არა, 3 წელი სოფელში ცხენით დავდიოდი. რა მე 3 კლასამდე სკოლაში ცხენით დადიოდი. ძროხებს რო უშვებდნენ ხოლმე. თივარ ვარ ქონდ ხოლმე, მე მიშვებდნენ და მეუბნებოდი თივარ მიიტა და მე თივარ მიქონდ ხოლმე ტრანგალეთკით. და 3 წელი შენ ცხენზე ოფიციალური ტრანსპორტი იყო შენი ცხენი? სოფელში ხო ცხენ სხვა არაფერი იყო შეჭა. ფეხი და ცხენი. შეჭება, ქათამი ყავდათ მეთქი და თავი მომოჭერი და ხე ვაშლი არა ისაო და ეხლა ცხენით დადიოდი. სოფელში გეუბნები, ეგ გორში იყო. ანუ ესე იგი სოფელში, ესე იგი რამდენი ხნით იყავი ხოლმე? 5 წელი სოფელში ცხოვრობდი. რა 6 წლიდან 5 წელი და 3 წელი ცხენი ყავდა. ეს 2 წელი არ ყავდა ცხენი? მერე ვიყიდეთ. ცხენი? ძროხები რო გავყიდეთ. და რომელ სოფელი სად ქონდა? კარალეთი. კარალეთში 3 წელი ცხენით დადიოდი? და ცხოვრობდით იქ, გორში არ ცხოვრობდი. ანუ კარალეთში ცხოვრობდი 5 წელი. ანუ სახლი არ მქონდა, დანახი არ მქონდა. ანუ კარალეთში ცხოვრობდი 5 წელი. ხო? ხო? რაზე ვიცი არა. შიქუარა შეჭა. გეუბნები ეგრე იყო ბიჭო. ირაკლი, რამდენად მართალი გონია ხა ეს ისტორიაში? არ მოიცა რა უნდა იყოს თქვი რომ ცხენი დავდიოდი შეჭება და სოფელში ანუ რა ძახი რომ არარეალურია ხალხი სოფელში ცხოვრობს ბიჭო ხალხს მიმართავ კიდე ერთ კომენტარებში ნაკლებად აგრესიული იყო და ჩემი აზრით იტყუება არა დავიწყოთ იქიდან რომ შენ აქამდე არ გიხსენებია ეს და 5 წელი სოფელში ცხოვრობდი ანუ ბიჭო არ მიხსენები არ გითქვამთ ყველა ქალაქელობას აწევით და შენი გამრუდებული ფეხების გაправება იმით რომ ბავშვობაში ცული ცხოვრება ქონდა რომ ცხენით დადიოდი არის სრულიად უსუსური და უბადრო კი მცდელობა ფეხები მაგ ესე ხო და რატომ აქ არ ვიცი არა ცხენის ბრალი არ არის არა მე ცხენის ბრალი რამდენჯერ ექიმს ვკითხე მითხარ ბავშვობაშიო ცხენზე ხوار იჯექი ექიმს სხვა რაღაცებიც კითხე იქნებ რაღაცები გითხრას კარგი ახლა ზომას ვერ დააკლებენ და ფეხებზე მეუბნება რომ ეგ არისო რა ჰა რაგბის ილეთი არ გავუკეთე, მაგრამ კაი. ბიჭო, რანაირად გავასწრო აქ, უხერხულობაში ჩავარდება მართლა რომ გავასწრო, ბიჭო. არა, სისტრაფეში არ არის. ხეძის გეხვეწე. არა, ეგ არის ჭიდაო. მოკიდე და დააფრთხე. ეგ არის ჭიდაო. ჭიდაობა გიწევს რაგბში. უფრო ნაკლები შანსი აქვს რომ მომიგოს ვიდრე რაგბში. ხო. იმიტომ ბავშვობაში დადიოდა. ხო. თან ცხენზე 3 წელი. ყურები რატო გწდებათ რა? ცა თქვენს დაილთით ახლა. მე გადავრჩი მართლა. აი რომ მიმიყვანს ყურში უნდა დაერთხათ რომ გადაემტვრიათ. აი მაგ დღეს გამოვედი. ეგსაც ხდება ძალიან ხატი ხო. ყურის? ხო. არ ვიცი, პირველი გავიგე. მაინც უნდა რაღაც ვიდეოები მაქვს თანახი ბოქსერებს და იმას რომ ჭიდაობაზე რომ დადიხარ, მაინც უნდა მოგწყდეს და ჯობია რომ უკვე საახალოში მოგწყდეს ვიდრე. ხო და მე ძალიან დიდი ხანი არ არის რაც ესე მაქვს. 1-2 წელი. მე მაგრამ მევასებოდა ხოლმე ბავშვობაში. ბავშვობაში მინდოდა სულ რომ მქონოდა, მაგრამ რო გამიტყდა ისე მეტკინა რომ მართლა ძალიან წარია. ძალიან წარი. შენთვის შეიძლება მწარია. შენ შეიძლება ვერც გაიგო ხო? მე ახლა ეგრე ვარ. მე აღვიდგინე. შენ ოპერაცია გაკეთებული ხო? რა ვარჯიშზე მოგივიდა თუ თამაშზე? თამაშზე მოგივიდა, მაგრამ თუ არ გაჩერდი მე რაღაც პერიოდი, სისხლი მაინც დგება რა. აჰა. და აზრი არ აქვს, არ გაიწოვება. მე ესე შპრიცით იღებ. მაგრამ აზრი არ აქვს რა. ახლა თუ მოგტყდა მე უფრო ის არის, მარტივად ამტანი ხარ? მე აღარ მოგტყდება. ესე თუ გაგიხდა, თუ გაგიმაგდა უკვე მე რევსო აღარ გტკივა. აზრი აღარ. ბავშვობაში თქვენც გაჯერებდნენ ხოლმე რომ აქ უნდა გაიჭრა და მარილი ჩაიყარა რომ გაგიმაგდეს. ბრუსლი. ვის აი კომენტარებში ძალიან ბევრი გაიგო. თქვენ გაგიმაზო ძალიან ბევრი. ხო, იქნებიან. ბავშვობაში მაჯერებდნენ ბრუსლის რომ აქ მარილი უყრია და გამაგრებული აქვს და ამას ესე ვიჭრდით ხოლმე. არ გაიგო. და მარილს ვაყრით. იქვე წოდა, მაგრამ ვითომ უნდა გაგვემაგრებინა თუ რაღაცა რა. რამდენი ხალხ კომენტარებში დაწერთ. ძალიან ბევრი მგონია რომ არის ეგეთი ადამიანი. გონი რომ არავინ არ უნდა ცადოთ. არა, ცდით გულიყოვა, მე გეუბნებით, შენ ახალი დავადებული ხარ, ბიძი 2003 ხარ.
ეგრევე ძველ დროს რა. აი დაბადებული. ხელშეუგული. დაასახელეთ რამდენი აქტიური ვულკანია დედამიწაზე, ყველაზე შორს ვინც იქნება ვულკანის პაროდია უნდა გააკეთოს. აქტიური? პირველი სიცილიაზე რაც არის, ეგ დედამიწა რომელიც ამოდის და შესაძლებელია ვულკანი ჩავიდეს. აქტიური. ვეზუვი? ხო, ვეზუვი აქტიურია. არა მომხეულო ძალიან დიდი ხარ. სიცილიაზე ვეზუვი ის მე დახვევა. მოიცა სახელები უნდა დავახსენოთ, რაოდენობა უნდა დავსახელოთ, ხო? აი, სამივე ვთქვათ ერთდროულად. ხო. 1 2 3 800. ციფრი უნდა მეთქვა? ხო. თქვი რამდენიც გინდა. დაიცა. მიდახინე ვთქვათ. ვაუ, 200 მე ვთქვი და თქვი შუაში. შენ 8, შენ 200. ხო. ეხ შუაში არ გარო, აი 85. 25. ლუკა რამდენია? მაგრამ არ არის 1350. მახარამ წააგო. 1300. 800 მეთქი. შენ 8 თქვი. მიწელი. ერთი ცხენით დადიოდი 3 წელი კარალეთში და ერთი თქვი 800 თქვი მეორე ახლა კიდე. 1000 რამდენი იყო? მე რა რო წავაგე. რა არის ასე? წეღა ხო გავაკეთე. ვისი? პირით აკეთებ? რა. აი, ჩემი გარი. მე მგონა პირით არ გააკეთებ. ეხა სიცილიაზე პროჭიდან არ გავაკეთე. ისა ჯერ შენი გაკეთებული ბაზრიჯანი არ მიჭამია რომ ტრაგი. სიცილიაზე არის ეხა აქტიური ვულკანი შეჩემა. და სამსები შესაძლებელია რომ ქართული YouTube-ის 70% მოკვდეს. ვულკანში. ცოცხლად დაიწვას. ხო. მართლა. მე ესეთი ამოფრქვევა არ მინახავს ის დაიწყებს მენე. არ წავიდეთ? აღარ უნდა წახვიდე. ნამყოფი ხარ ისე სიცილიაზე ირაკლში? არა. ვულკანზე ნამყოფი ხარ. მე მაქვს აი, შენ ამოიღე შემდეგი თემა. ლავა, შენ ჯერია. ფლორის ლავა ეგ სხვა არის, ხო? ოპა, ჩიკო. სიურპრიზი აჩიკოს. მოიფიქრე რა გინდათ შემდეგი გადაცემისთვის ნივთიან სათამაშო ან რამე ნებისმიერი და აჩიკომ უნდა დაგახვედროთ. ვარსამო და რას წამოაღებინებთ. დრონი. ლუკა ეკაიფები აჩიკოს? სურპრიზი აჩიკოს, აჩიკომ უნდა დაგვახვედროს. ნივთი მე მგონია რომ დრონი გაგვისტოდებოდა ძალიან. დრონი მანქანა და ეს თვითფრენავი არა ახლა. რამე რა? მაგაღაცემაში რომ მოგიტანოს. აუ, რავი, პლეიტა რა. კან გარმონი. მე მინდა რომ პლეიტა არ მოუტანო מחარას, ეს იქნება ჩემი. გარმონი რო არ მოუტანო מחარას. აი, შეხوارა გარმონი კაია. რა, ახმინდეს რა. რატო აღარ უკრავ? გამორთეს. გამორთეს. ამას დაკვირსუფლება აღარ მაქვს და ამიტომ გარმონი მინდა რა. დღეიდან გარმონთან მაგრა ვიცი. მე არაფერი არ მინდა აჩიკო ჩამოდი რა. დაში სალამურს ვაკონეს. თუ გარმონი არ არის. ასოციაციების თამაში. იცი ასოციაციების თამაში? არა. შენებობ სიტყვას და მე და מחარას ერთ-ერთი ასოციაცია მოგვიდეს მაგ სიტყვაზე. აი მაგალითად შენ თუ მოიგე. რძეს ჩვენ ვთქვათ ორივე არაჟანი სიტყვაზე რა, ან მაწონი. მე თუ მაწონი თქვი და იმან არაჟანი შენია ქულა, ორივე თუ მაწონი თქვით, მაშინ ჩვენია ქულა. ორამდეა. თუ მოიგე ფოქროს მომენტას გაძლევთ. ის რო იყო მოსული. ბასტო? ხო, ბასტოს ყველას ვეთამაშებით. და ყველას უგებს. ყველას უგებს, იმიტომ რომ კარ ნახავთ ერთმანეთს. შენ შეგიძლია სიტყვა დაგვიბლოკო, რამე თუ მიხვდები რომ იმ სიტყვას კარ ნახავთ, თქო უნდა დაგვიჭირო რა. დავიდა? თქვი რომ ნებისმიერი სიტყვა. ყველაზე რთულია ხომ აი ადამიანის ორგანოებს ვერ ვიცნობ. წყალი. წყალი. ვა, ეგეც სიტყვა არ გამგევინა. מחარას უყურე ხოლმე უფრო, ეს არის. ლაპარაკებთ იტყვით ახლა რა. არა, წყალი სხვაშორის არ არის თორემ გამათ. პირველი ხო ის ყველაზე მარტო. როგორ თქვეს? მაგრამ კაი ხო. კაი, უნდა ვთქვათ რამე ხო? შემძათ ხარ? რა ვიღა რაღაცას ვიტყვი რა. პუნტასავით არ დაჯდე რა რაღაცა იმ. მიდი. მოის ერთ წამი რა? ასავით არ დაჯდე. აი ახლა თუ ილაპარაკეთ? არა, შეგვიძლია დაგვიბლოკო სიტყვა რამე. მიდი თქვით. პუნტა რა არის? არა. აი ახლა თქვით, ხო? დვალიშვილი გვაქვს სალაპარაკო შეჩემა კიდე. იქ რომ საქართველოში იყო და იარა. დავბლოკე. რა? რა დავბლოკე? ეგ სიტყვა. დვალიშვილი? არა. აუ ვიცი რასაც სიტყვა. მე არა ხო დავბლოკე, შეგიძლია ეგ სიტყვა თქვა? ხო. ნაბეღლავს იძახი ალბათ. არა, პროსტა ისე უთხარი სერგოს ნაზუქები და რაღაცები ნახა. აკვანჩი. აუ მეც არ ვიცი რაც კარ ნახობ შეჩემა და ძალიან მარტივად იმას ვქნათ. ძალიან მარტის კარ ნახობ.
კაი. აი, მე აღარ უნდა თქვათ? არა, ვიტყვით ხო? მე არ ვიტყვით. ვიცი. სანამ არ იტყვით რაღაცა ეს. იქნება, მიდი. მიდი სამამდე სამამდე დაგვითვალე. 1 2 3. პური. საიდან გამოიცა? აუ, რამდენი აპარატი. ძალიან რთული იყო, ბიჭო. ალიმას. უეჭველი მოვიგებ მოკროს მონეტას სახში წავიღებ. მიდი, ეს სხვა თქვი. არაფერ შუაში რო არ იყო ეს პური კითხვა გაქვს? რა ზერაფერს შუაში არის? წყალი და პური მაგაზი. ყველაზე მარტივია. მაგას წახვედი? შეჩეა ბოლოში. არა, წყალი და პური ერთ ეს ხა ჭკვიანური მითხრა ხა. დავიბენი მე. წყალი და პური რა ყველაზე ახლო არის ერთმანეთთან. ყველი და პურია ყველაზე ახლოს. აბა წყალი ის ჰაერი. შეჭამენ ბევრი. მე ჰაერი მინდოდა მე. ხო იცი რა სულაც რო ხდება. წყალი და ჰაერი რა. ელემენტები რა, წყალი ჰაერია ეხლა. ან ზღვა, ან ოკეანე რაღაცა. ო, არა, პური წყალი და პური არის, წყალი და პური ვიჭირდება. აი უსაძა ძალიან უსინდისოდ მოვიქეცით ახლა მაგრამ. შემდეგ სიტყვა. არასდროს არ მოგცემულ ხარ თო ეს. შემდეგ სიტყვა გითხარი. აი შემდეგი სიტყვა. ქვეყანა. ზადვართ, ხო? მე შემიძლია დავბლოკო თუ? არა, ჯერ არაფერი. მაფია გვითქვამს, რატომ უნდა დაბლოკო? მე დაითვალე. ეხა რო დავბლოკო. რამე სიტყვა უნდა დავბლოკო? ხო, შეგიძლია. თუ ანიშნა რაღაცა შეგიძლია დავბლოკო. აი ამას ანიშნებდით და სო. დაითვალე მზათავარი. კაი, საქართველოს ბლოკავ. აუ, კაი. მიდი. ხوار გვინიშნები. მიდი ხო, რა მნიშვნელობა? მე ანიშნებდა ეს და დავბლოკე. რა, ხო და რა? მიდი ეხლა. რა? დავბლოკე რა. მოიწესოთ. საქართველოს. ეხა ვითვლი სამამდე. არა, მოიცა ხა მე დავბლოკე. უკვე თავიდან მოვიფიქრობ რა მაგას ვამბობდით საქართველოს. რა დაგვიბლოკე, ვერ მივხვდი. ვაფშე არ გვინიშნება, პირიქით, ყველაზე მარტივი სიტყვა იყო, რა თორე. კაი, საქართველოს დაგვიბლოკეს რა. ვითვლი ხო ეგა. კაი, ნუ უყურეთ. კაი. ზადვარ. 1 2 3. რუსეთი. რა? სო წავაგეთ 1 და 1. რა რუსეთი შეჭე. რა თქვი? სადამდე ეს თამაში სამამდე? ორამდეა, ერთ-ერთია. ეხლა კიდე ერთი უნდა თქვა. რასაკეთებენ ამით, ძალიან მაინტერესებს, აი, რუსები ამით რასაკეთებენ. ეს სადა ესა რუსები? სტალინს მეგონა მანიშნებდი მაგით შეჭე ბოლოშევით. იტალია მაგის ძეზე. და ეს რატოქენი? ანუ რა ვიცი, სტალინს არ მინდა. და მე მეგონა ჩიბუხშვებოდი რა, და ეს და ესო. მაშინ ეს იტალია რა შუაში იყო ეხა, კაი რა. უცებ რაც რა სიძახი შენ? იტალიას. ერთი-ერთი, ვაუ. ირლანდია მაინც გვეთქვა შეჩენ, თამაშია. ეხლა ცოტა ან ისეთია და საქართველოს დაგვიბლოკე ეხა. რა. ხო შემიძლია, წესებით ხო შემიძლია. ნუ უნდა აგვიხსნა რატო გიბლოკაო. განიშნებდა. არ მიმინიშნე, მართლა არ მიმინიშნე. იმდენად მარტივი სიტყვა. მარტივი სიტყვა იყო. ხო. просто შენ ასე და აი მიხდი შეცო რომ ეგრე საქართველოს საჭმელი. კაი, ნუ უყურებთ ერთმანეთს რა. არა. გადამწყვეტი რა უნდია და არის უნდა და ეხა საჭმელი მარტივი ხა და დავითვლი უკვე. არა. ერთი, ორი. არა. ეხა წესებს. ნუ კარ შემიძლია დავითვალ უკვე. უნდა შევთანხმდეთ რა. ანუ რაღაცა გონივრულად არის. ფავაში სტუმრებზე არის. ხო. ჩვენზე არის რა. მახარ ეს დავიბიწყოთ ეს. არა, აპარაკ. არა, ბურთი თქვათო და ბურთი არ თქვათ მართლა. ბურთი ხა ესე თემა, ანუ მანიშნა რომ ბურთი თქვათ. ხო, ბურთი იჭმე. საჭმელი და ბურთი რა შუაშია. კაი, ეხლა. არა, საჭმელზე ძველი იმით გახსოვს, ძველი იმით. ჩვენ ძველი. საჭმელი. ხინკას ბლოკავ. რატო დაბლოკე ხინკალი? იმიტომ რომ წესო. საჭმელი? ხო, და საჭმელი შეჭემა. ლუკა არ დავთვალო? სად უნდა იყვნენ, ამ დაგითხრა მზად. არ ხარ მზად? კაი ეხლა. იმანო მითხრას რომ მზად არის. არ ვიცი ბიჭო, საჭმელი გინდა აუცილებლად. კაი, ხო. ეგ ოქროს მონეტა. შენ ძახი ჭამას ძახი საჭმელს ძახი. საჭმელიო. ოი, შეჩემა. სადვართ, ხო თუ არა? წავაგე. ერთი? არა, მოიცა. ხომზად ხარ, შეჩემა, ანუ ძალიან ის არის. კაი, ხა უბნები. აუ ეს ვინა. ანუ ნახარ, საჭმელი ვითვლი. საჭმელს კაი. აყალმა უნდა გითხრას, რომ ლუკა შენ წვითო, ხო? დაყონა უნდა გითხრას.
აი უთხრა. არა, მზად რო იქნებიან, გეტყვიან და დაუთვალე. არ ვიცი მე. ბიჭო, სოსის რატომ გარნახობ შეჩემ? აი. საჭმელებს ნუ იმაშვები რა. დავაი, მიდი, დაიწყო, რაც არის. ნო, ესენი რა. დასაბლოკი დაბლოკი. დასაბლოკი დაბლოკი, ან მიდი. წავაგეთ არ მოვიგეთ, მართლა. ჩემი აზრით მარტივია რა. სოსისი არა, ერთად. სოსი დაიბლოკა. იმიტომ რომ აი, დაგვითვალე თუ გინდა. აი, კიდე შემიძლია დაბლოკო? კი, კი. ყველაფერი ხوار დავუნოკო. არა, ყველაფერს ვერ დაბლოკავ. საცივი. საცივი? და მიდი თქვით. 1 2 3. მოიც დაიწყო. ლუკა 1 2 3. ძალიან სწრაფად გითვლი. 1 2 3. სასმელი. მარტივია შეჭემა რა, რა სოსისი და ხინკალი. ბოლოს ხო და კარნახს ო, მანერვიულა იმენა რა. კარნახს რო მიპასუხე, მე მეგონა რა შეჭემა. ერთ შემთხვევაში იყო როცა მეორე კითხვაზე რენდომად გავეცი. ბიჭო, სოსისი რატო არ გიდოდა შეჭემა ამდენი ხანია? ხო და რატომ კარნახობდი სოსისს? ვერ გავაправებდით. მე და შენ ორივე სოსისი მოგვივიდა თავში. რა, საჭმელზე სოსისი შეჭემა. ეხა ეგ წავედი აი მერქია, სხვა არაფერი დარჩა. შენი ბრალე, შენ მითხარი რომ სზე საჭმელიო და სზე სოსისი იყო შეჭემა. რამდენი თემა დაგიწერია კნო რა არის? სამწუხაროა, წაახიძმაო. არაფერი არ არის ჩაწყობი საერთოდ რა. კიდევ ერთი მორიგი ყოფილი სტუმარი. ყველაფერი დაგეგმილია მეგობრებო. ახალი თამაში. სამივე ერთდროულად ამბობთ სიტყვას. შემდეგ ამ სიტყვებიდან გამომდინარე ისევ ამბობთ კიდევ ერთ სიტყვას. სანამ არ დაემთხვევა. 6 სიტყვაში თუ ვერ მოახერხებთ ამ ყველაფერს, მოგიწევთ სასჯელი. სასჯელი არის წუთის განმავლობაში მხოლოდ სტუდენტ უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს. როგორ? ლუკა, აღვიხსენი ახლა ნორმალურად. სამივე ერთდროულად ამბობთ სიტყვას და ამ სიტყვებიდან გამომდინარე კიდე ამბობთ სიტყვას. უნდა მივიდეთ რაღაც ერთ სიტყვამდე? ყველამ ერთ ეგ ვერ აა, სო, წავიდა. სამივე ერთი და იგივე უნდა ვთქვათ? აუ, რა პიზდეცია. თქვენ არ გაგიჭირდებოდ. არა, გაგვიჭირდება უკვე ახლა, იმიტომ რომ მე წავი ეგრევე. სათხართ? წავიდა. 1 2 3. მანქანა. როგორ? მანქანა, წყალის მაწონი, წყალი ხო? თუ პირიქით. კაი. მანქანა, მაწონი და წყალი. ეხლა ამ სამი სიტყვითან ვთქვათ რაღაცა? ამ სამიდან ვთქვათ ერთი? მინიშნებები, აღარ. ჩვენ ხო ერთად ვთამაშობთ ყველა სამი. ხედავ და ხვდები მინიშნებას. მოვიფხანე. გააკეთებ მარტო შენ. არ მოვიფხანე. არ მოიფხანო. აჰა, ჩემი. კაი, ზე დაბლოკოთ ხარ, ზე საგვანიშნებდი. რა ჟანი. ქროგონი ვარ თუ? მანქანა, წყალი და რაო? ის ხოჭოსავით არის, ვიდეო. მაწონი. მაწონი, კაი. კაი, მიდი. რაღაც სიტყვა. შენ ის გეუბნე ხოჭო გაზის. მიდი, სად ვარ მე? 1 2 3. ხაჭვავი. ყველი. ყველი, შენ რა? ხაჭო. საწვავი. აქეთ წახვედით თქვენ. ხოჭოსავით არის თქო. ხაჭო, ყველი და საწვავი, ოკეი. ერთი წუთი ერთი. პური არ გამოვა სწორი, ხო? მარა. ეხლა თქვი უკვე და რა გამო? აუ აღარ. აი, რძე დაბლოკილია. რძეს ვეღარ ვიტყვით, ხო? ხო, ერთი დარჩა იმის თქვა შეგვიძლია და შეგვიძლია თქვა. აი, სამამდე. ხო, მედი. ბიჭო, რა აზრია? არ გაინტერესებს, მოვიგებ აა, მედი, ხო, მედი. აი, მიდი. 1 2 3. ხაჭაპური. კეფირი თქვა. ეხონენდომა თქვი ხაჭაპური. არა. დაგინახე. რა დავინა? განიშნე? არ მიჩემ. რამდენი დაგვრჩა? ხაჭაპური კეფირი, სამი მეოთხე არის ახლა ეს. ვარ დარჩა არაფერი ძის ხო, ხაჭა. აბა. ხო, მეოთხე ვიცით. დავიდა. მოიცა რა? აა, კაი. ხო, რა ვნახოთ, აბა. ხაჭაპური იყო ის? ხო. დავიხეთ. ხო, კაი. ხო. მიდი. 1 2 3. ლობიანი. ხო, შენს ლობიანი. ყველა ლობიანი თქვით. გილოცოთ. ოღონდ კარნახებით, მაგრამ მოიგეს მაინც. სტუდენტ, საჩუქარი აი საჩუქარი, მოდი. სტუდენტ ველაპარაკე ლუკა ახლა შენ. მოიცა, მოგებაზე არაფერი არ იყო, ხო? ხო, რა წესები? ეს რა არის, ვერ გავიგე. ე, ჩვენ თვითონ გვაქვს მაუ საქმე, ხო ხვდები? შენ რომ ვერ მოიგი, გიგეცხება. ჩვენ თვითონ წაგი რა, სადუიცებს. უცებ გავიდე ხოლმე. აუ, სამი თემა. გამოტოვე ორი შეჭა. თვითონ. გავიდიგოთ. იმის წრეში ბურთი ექნება ბოლოს თამაში. შეკითხვა ირაკლის, რომელი იუთუბერი იქნებოდა ყველაზე კარგი მორაგბე? ოღონდ აი ჩესნათ რომელი იქნებოდა? აი, აქედან? ხვდები. აი, ზოგადად, ვისაც უყურებ. ან თუ უყურებ, რავი. შეაფასო. კარტულ YouTube-ს თუ ადევნებ თვალს. ვინც იცი იქიდან თუ გინდა?
ქართული YouTube-დან ვინ იქნებოდა მაგარი მორაგები? აი ყველაზე მორაგები ხო ჭირდება ის ანუ ის არ აჭირდება ოქტოპუსი და რვაფეხი და ყლევები არ უნდა. კაი მორაგები ვინ იქნებოდა? ეხლა ვისაც უყურებთ. სათვალით არ გამოა. პლაში არ უნდა ეცვას. ბევრი რაღაცა რა უნდა ჭამდეს. ფეხები ეს არ უნდა კონდეს. ჭამდეს, სწავდეს, მე ეგრე მგონია. ის შენი ძმაკაცი რო წეგან რო იძახდით. გუნდიშა? თუ ცოტნე ითამაშებდა, ხო, გარემარბად ვერ ითამაშებდა რა. შერკინებაში დადგებოდა. ვინ დადგება? ცოტნე, სავარაუდოდ. შეჩმა მე ვარ დავდგები. არა დაიწყებდა ეგრევე. ცოტა ლუჩ თუ მოუკლებს ალბათ. ხო, ეგ არ ვიცი რამდენად გამოა, მაგრამ შერკინებაში დადგებოდა. კი, სავარაუდოდ. წონა უწყობს ხელს. არაშო. შენ გინდა და מחარ? არა, რაღაცა. რატო და מחარ რა გინდა? ჩვენი ყურები გაქვს რაღაცა. მოვფრთხილდი თავს. უგურმე. თან ფეხების პრობლემა გაქვს და შენთვის ახლა არა მარტო ფეხების, მაგრამ ფეხებისაც. დაასახელეთ რამდენი ხანი შეუძლია კოკინას რომ ეძინოს. სასჯელი რენდომ. იოგას პოზები. აუ ძალიან არ მოგეწონა იოგას პოზები ხო? ძალიან რომელს მოგეწონა? რამდენი შეუძლია ეძინოს? ლოკოკინას? აუ სულ არ ძინავს მე რა სულ იმაშია. დაწყედი ზუძინოს. სულ იმაში არა. ვერა ნიჟარაში ხო დაგესტა. თუ გდია ესე გამოსულია და გასულია საკ. ხო. ზუსტად რამდენი ხანი ძინავს? რამდენი ხანი კერძი, რამდენი ხანი შეუძლია ძილი? შანუ აი ეს პახმელეს რო ექნება გადაბმა თუ შეუძლია და შეუხო რამდენი ხანი შეუძლია? ახლა თქვენში ლოკოკინა თორე არ იტყოდით თონგას რამდენი ხანი შეუძლია ძილი. რას რა გვინახავს? თქვათ. აი ერთად უნდა ვთქვათ ყველა? ერთი წუთი მაშინ. რამდენი ხანი მიდი? ერთი წუთი? არა. აი 1 2 3 15 საათი. რამდენი ხანი? 1 საათი. 15 საათი. რამდენი? 5 5 წელი. წელი? სწორი პასუხია 3 წელი. 3 წელი ძინავს? მე წავაგედო. ანუ რა 1 წუთი? 3 წელი ძინავს ოკოკინას? არ მახსოვდა 5 იყო ან 3 რა. რამდენი წელი ცოცხლობს? ბიჭო, ლოკოკინა სახე ეგეთი თვისება რომ პროჩი ეხვევა რა. მე რა დავდაოტრეო. მიდი. რა არის? პოზა, იოგას პოზებია? აბა იოგა გახურდი ხე ირლანდიასთან თამაშამდე? ეს არა არა. გამიკეთე აი თავი მაღლა. მწვანეებიდან. შეიძლება რამე უკეთესი ამოვა. მეგობრებო, არ მოხვიდეთ ამ გადაცემაში. მე უნდა არჩიოს თუ უნდა ავარჩიო თუ ამოვიღო. რენდომად რა ამოვა? აბა შეინც. ძალიან არის? არა, ძალიან კაია. ეს რა არის? ბიჭო, ეს იოგას პოზაა? რა, მანა. ეს ახლა ზივარყოლმა ისედაც. მანა. так, აქ უნდა უჯდე ხო? აკაცი ვაიმენა. მომენტ. წვანები იყო. ამაღებინია, ბე. წვანი არის რა. მოიც ახლა აქედან ამოიღე მაშინ შენ. რა, ეს ყველაზე ცუდი იყო, ხო? ყველაზე ცუდი თუ კაც მე ლურჯი. აი იქიდან ამოიღე შენ. მოიცილიდან შენ პირველივე აიღე. აი ეს. ლურჯებიდან იზამე. დავიდა. ნუ არ შევშე. არა, დედას გეფცებ. აჰა, თავიდან ამოვიღე. არა, მიჩევია თქო. წითლები არის ყველაზე მარტივი, მწვანე მე მაქვს. თეთრი მიეცი. აი, მე. არა, ბიჭო. აგიჩეხავ, მომეცი. მომეცი. მე აგიჩეხავ. აი, იმენა, აი, პროჭის კანკალა კაცი ხარ. აი, და შეჭება რა თები დაჭმა. გენიოსი ვარ. აი, ღემედი შენ ნაბოზარო. საუნდი დაითვალა, ჩემსკენ შემოატრიალა. 1 2 3 აუ შეცვა შენ რა გაქვს ჩემო? ეგძრე ხელებზე უნდა დგე? არა მოხედე? ჩემი ლოტოსი არის ხო რა ბათერფლაი? ამას არა ფეხზე დგას. ვიცი არ თუ აი სიმძიმეს ნუ ისეც ეგეთი ხარ შეიძლება დგა. ბიჭო რა ყლება აბადადე ქიგე შეჭა. მიდის დადე. მე რაც ამივიდა ის გავაკეთო. მედი ვაში ტრაქში ეკარო ფეხი. კანტ ორივე ფეხი უნდა გაიყაროს ტრაქში. შე ბრატ.
ეს რა ფეხი როგორ უნდა უკ მე მგონი უნდა დაისვენო უბრალოდ რა ხილ ხალხია დგაჩ ეგრე არის აბა როგორ შეხო არა გაქში ანუ მეც ფეხებს ვერ ზის ხნა ტიპის ფეხების მაქსიმუმი რა იყო ნახე მანდ გააკეთე შეჭმა ვერ ვეტევი შეჭმა ავიგე მაგრამ ფეხები ესე დადე არა ესე ვქენ გავიგე ეს დაჭიქი აბა მიდი ეგრე აქ ბოდიში რა აჰა მე რა ამებში ვერ ვეტევი ტიპი იმენა მძორი მართლა სო ეგ არის აუ ეს არა შეაერთ იმე აი კატანკა მოვთუს რო გამოხლანჯავდა და აგდებ აი ეგეთი მოძრაობები აქვს იმას ანუ ესე უნდა ქნა ფეხები ეს ფეხები ესე რა ო ეს ჩერათი ორივე პროჩი უნდა გქონდეს რომ კარგად დამაგდა გიორგი წიაზე გატეხეიცი კი არა ვიცი სასჯელი იყო ისეთ რომ ახტი დახტიოდა ირაკლი ეგ გააკეთე შენ თუ არა მანახი ხო მარა ძირს უნდა გავაკეთო მაშინ მანდ გააკეთე რაღაცა აქ როგორ რამხელა ბიჭო ისი და რამხელა ვარ და ფეხი გაასწორე თუ როგორ არა ეგ ფეხი სწორად ბიჭო ცხოველები ვაზის შეჩემა მეორე ფეხი ეს რა არის იოგას მე მგონი თელი ტაინცვან და გატო უკან იყურება თავი და მიატრიალო კიდე ქეუნე უკან აი ყველა ერთია მე რა სო ხრების ზომ აქ ყველას ერთი მარიჩის პოზა მესამე ყოფილა ეს ირაკლი იცოდე რომ მარიჩის პოზა მესამე გაკეთებული და როცა მიხვალ იოგაზე ეგ აღარ გაახერხა მე მქონდა ეგ შეკითხვა აი აქ ეწერა რომ არა მორაგბეს ვინ იქნებოდიო რა პროფესიის დაგევასე ალბათ ხელოსანი მანქანების მანქანების ხელოსანი მე ზანგევასე ბავშვობაში ცუდაყვებოდი ხოლმე ბიჭო ფიუჟენზე მაგ რაღაც აი ხმა იმაშובה გუდავს და ისი მოიყვანე მე ყველა ხელოსანს ეძახს რეალურად ეგ არის ყველაზე მაღალი ლეველის მექანიკოსები ალბათ რა შიდა სტრუქტურა რო ის ძრავის ისდეთ ვაფშე სხვა სამყაროში ვიღაცები უკვე ვიღაცებს აი ზევიდან დალივლივე ფესტალზე რა ვიღაცება ხო არიცია მექანიკურად იმდენად რთული არის და ტექნიკურად რთულად აღსაქმელი რაღაცეები რომ ეგ დღეს უკვე ძალიან რთულია ხო ადრე რა გაიგე აი პიზდეც თვითონ ხელოსნების დიდმა პროცენტმა არ იცის არანაირ რომ მიიყვან აი შენნაირი ვიღაც დამხვდება და გაგიფუჭოს ჩემნაირი ხელოსანი რო იყოს ნახევარი ხელოსნებიდან კარგად გექნებოდა საქმე ნუ ცოტა გაიწეწებოდი მაგრამ ანუ მანქანას გააკეთებ ცოდნა ექნებოდათ რა მე არ ვიცახი რომ ხელოსანი და შენ რის გაკეთება იცი ნებისმიერი მატური შემიძლია დავშალო განვაახლო და ავაწყო ეხა სამიკიდან გამდის არ ვიცი ახლა მე ვერ ვერკვევ ეგეთ საკითხს საუ ხო შეიძლება მაგრამ მახრა ნიჭიერი ბიჭია ანუ მაგამ ბავშვი და თან ევასება ანუ სოსოს დიდი მადლობა ძმაკაც დაიხმარებთ ხო არა იოსებამ მასწავლა მე ყველაფერი რაც ვიცი ხო YouTube არხი რო ძმაკაცი იოსებამ მასწავლა შენ გვერდზე არა აქვს ის ტივას აქვს და ხო მე ვარ იმის ბოქსში გვერდზე ხო ხო მაგის ვიდეოებს უყურებ ხოლმე რაღაცებს ხო აი იოსებამ მასწავლა თავიდან ბოლომდე აქედან მოკითხვა იოსებამ გახსნა ზეთების მაღაზია. ვა შენ მანქანები ზოგადად გევასება, მაგრამ მანქანები კი არა ზოგადად. ტექნიკურ ნახე ვიღაცებს ევასებათ მანქანები იმის გამო რომ მე ძრავი იმიტომ ევასებათ რომ კარგი მანქანა ააწყო. მე ეგრე არა ვარ. კიდია კარგი, ანუ სწრაფი ძრავის აწყობა. მე მევასება ტექნიკური მხარე რა. ყველა ბოლტი თავის ადგილზე, ყველაფერი გარეცხილი, ყველაფერი ახალი დედ, კაროჩი. ანუ მექანიკური მხარე ეს ყველაფერი. მანქანაზე და მე იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი, როგორ დასერეზულდა? მთელი გადაცემა რო რაღაცებს აკეთებდა. ეხლა როგორ აკადემიურად ხსნის ყველაფერს. ანუ ესე იგი შენთვის საინტერესოები არ ვართ ესე იგი. სპორტი შენ არ გაინტერესებს. აა საინტერესებს მექანიკური მხარე. არა, მე გეკითხა ძმა, ვაგერ ბოლოს მე ვკითხე. აი, ბოლოსში თქვა, მე რა ვიცი, მანამდე გეკითხა. მანამდე გეკითხა და ტვინს მოვტყნავდი მე მთელი გადაცემა რაღაცებზე ვილაპარაკებდი. რა მანქანა ყავს? ჯერ აღარ ყავს ეხა მანქანა. ველოდებით. თუ რა გავყიდე. ეხა ველოდები და ფოთშია უკვე და. აი, კაკას ბოლოსკენ. საფრანგეთში დადიხარ ხოლმე. საფრანგეთში მეტროთი. ანუ მეტროთი გადაადგილდები. კი. კონტეინერის ნომერი. კი. აი, გავიდეთ ბოლოსკენ მაშინ. ისაც დაცხათ ან რაღაცა ლუკამის გამოგვირთო კონდიციონერი. და კონდიციონერი რატო გამორთო? ვინ გამორთო? მახარამ გამორთო სანამ დავიწყებდით და მაგით დაცხე კონდიციონერი.
მე რა მომიხედე რა. ბიჭო. შენ არ უთხარი? რა გითხარი? განათებები გითხარი, ბოზიშვილი. ბიჭო, კონდიციონერი და კონდიციონერი გამორთებეთ, თუ განათებები ბიჭო, კონდიციონერი რო გაითიშა, რაღაცა კი მეთქი არაფერი არ ვთქვი. აი, ეგ უთხარი, განათებები ცოტა მუსიკები გაცხა, მაგრამ ძალიან დაცხა. ცოტა მე ხა აგრილდა ცოტა. ხო, ბოლოსკენ იმას გვიქნა რა ქვია, წაგვიღო. ბიჭო, მე რატო შემეტენა? რა, მეთქი ლუკამ გამორთო თქო. ოქსიგენის ბალონი ღირს 300 ლარი, ბიჭო 5 ლიტრიანი, ვინმე სხვა არ გიგდიათ რა. ის დავითრი, ბიჭო, ხო ის სვარკა ხო არის მიგი რაღაცები, ეს ეგ დავითრი რა. მოდი, ხა კიდევ ერთხელ. მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედი ჩვენ გადაცემაში. წარმატებებს გისურვებთ 5 ივლისს მიხეილ მესხზე ირლანდია დანარჩენიდან ვინც არ მოვა იმას ხუთში ძმაო ბაზარიან დავაი მე და შენ ხო იქ ხართ კი აი ჩავაგდეთ მე იქ რა ქვია ვიდეოს გადავიღებ არა მართლა ძალიან საჭირო იქნება მნიშვნელოვანი მატჩი არის და როგორ უშემატყივარი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა ყვირილი თან გიდება მოსულა ირლანდიელები. ეხლა თქვენ გადაცემას რამდენი ხალხიც უყურებს იმის ნახევარი რომ მოვიდეს ეყოფა რა. მე-13. ხო, მე-13-იც ეყოფა. ხო, ზაფხულია მე. მოედანზე ვეღარ დასვენებლად არის და. არა, შესაძლოა ბიჭო, ხო, ისეთი პერიოდია თან რომ მაგ დროს რომელ საათზე თამაში? 21 საათს, 9-ზე. ხო, კაი დროს. ო, იმენა იდეალური. შაბათს. რამეც ხასა. მევასება რა. მაგიტო დადის ეს. აუ რა, მაგრამ ის Imagine Dragons-ის კონცერტზე მაგიტო იყო მოსული. ეგ ჭამდა იმას hot-dogs. ეგეთ ამბებზე hot-dogs ჭამ, ეგრე გემრიალს არაფერს არ. ბიჭო, პონტი ისეთია თან. თან ესეთ ეხლა რა, ამ თამაშზე ძალიან დიდი მომზადება და ის იქნება რა. განსხვავებული იქნება. შენ რა თამაშიც იყავი იმასთან შედარებით ბევრად. იქ ის თამაში ხო, ბევრად განსხვავებული იქნება და ბევრად მეტი აგრესია იქნება. სხვა ატმოსფერო იქნება საერთოდ. აგრესია მეტი იქნება. აგრესიას არც ერთ თამაში არ ვაკლებთ, მაგრამ ამ თამაშზე განსაკუთრებით იქნება ყველაფერი რა. მე იქა ბავშვთან ერთად. ხო, ნინი მანახა ვიდეოები. მე, იმიტომ რომ ეს ცოტა მერე იღრება. თავიდან ცემატყება რაღაც მიხროა მოხო მაგას უყურებს რა, რაღაც ინტერესი და მე რო ჩაწყალდება სირბილე მაგას უკვე ვეღარ იგებს. მე შეუყარდება. აი, მოკლედ, 5-ში ესე იგი ვართ მიხეილ მესხზე. აუცილებლად. კი, მნიშვნელოვანი იქნება ყველა. 5 მიხეილ მესხი დაიმახსოვრეთ და 9 საათი. დანარჩენი მიხვდებით რა ლოკაციაზე. საქართველოს ირლანდია ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და ბიჭებს წარმატებები. მატჩ ახალით ვწავდე. მადლობა. მედია მაგ თამაშს მოვიგებთ და რა დიდი ამბავი იქნება ირლანდიას თუ დავამარცხებთ. ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით მართლა და ბიჭო, მე მაგისთვის უფლება, იმიტომ რომ მე მაყურებელი ვარ, ხო ხდები. შენ მორიდებულად იჯექი ხა. მე ვიძახი რომ მართლა გეუბნები რა. თუ ფიქრობ რომ საფეხბურთო ამბების სხვებზე უკეთ გახსოვს ახალიც და ძველიც უმნიშვნელო ტრანსფერებიც კი და გინდა რომ მაგიდის დერბის მონაწილეთა შორის მოხვდე მოემზადე წინა სეზონის მსგავსად მოთამაშეების შერჩევას ვიწყებთ ამჯერად უკვე 4 ქალაქში თელავში ქუთაისში ბათუმსა და თბილისში შეავსე სარეგისტრაციო ფორმა გაიარე შესარჩევი ეტაპი და ითამაშე მაგიდის დერბის მე-4 სეზონი კაი 100,000 გამოწერს ძალიან ახლოს ვართ ხო ამ მარკს 100,000 გამოწერს ძალიან ახლოს და საერთო არხი არის 300,000-ზე ძალიან ახლოს ბინა მეგობრებო მოემართება თქვენკენ ჩემი პოსტზე ძალიან მიხარია מחר ჩემი ბანერი რო იქ მეტროში რო ნახე ბანერი არა ძალიან მიხარია იქ რო გაოცებული სახე მაქვს კუთხეში რო ვიყურები მეზობლის ბავშვით და מחר ამაძლევს საშუალებას რო ერთმა ორმა ადამიანმა გამოსწოროს არ არის საჭირო იმიტომ რომ მოგეხსენებათ სანამ מחר გამოჩნდებოდა არავინ არ იცოდა ჩემს შესახებ და מחר ახერხებს რომ აი ესეთ სიტუაციებშიც არ ვიწყდები არასდროს რომ ბანერზე კალატოზიც იყოს რომ გამწარებული სახით იყურებოდეს გაოცებული ტიროდესო და მეც რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდე ბევრი არ მიფიქრია აბა შემდეგ ხუჩაბათამდე შემდეგ ხუჩაბათს ჩვენ სიცილიაში ვაპირებთ ეპიზოდის ჩაწერას თუ არა ჩავწეროთ მაგიზე სიცილიიდან შევხვდებით გოიმის რუსთავის მერე უკვე სიცილია რა იმედია კარგად კარგად